მოგესალმები, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები მაყურებელს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მრეწველობა გადაარჩენ საქართველოსთვის პრიორიტეტული არის საჯარო მმართველობის სფეროში გატარებული გარკვეული ცვლილებები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებში მუშაობდნენ კვალიფიციური კადრები და მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ კადრების ოპტიმიზაცია, ვინაიდან შესაბამისი მეთოდის გამოყენებით ჩვენ შევძლებთ იმას, რომ სახელმწიფო სამსახურს ეყოლება კვალიფიციური კადრი, ისეთი კადრი, რომელიც უნდა ემსახურებდეს ქვეყნისთვის, რომელიც უნდა აკეთებდეს თავის საქმეს უმაღლეს დონეზე და მათ უნდა ქონდეთ შესაბამისი ანაზღაურებაც. დიდი მადლობა. ბატონო ვახტანგ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი პრიორიტეტია, რომ ჩვენი მოსახლეობა ძალიან სწრაფად გამდიდრდეს, ანუ გაიზარდოს ეკონომიკა. ამის ნომერ პირველი შემაფერხებელი გარემოება გახლავთ ბიუროკრატიული ხარჯები. ბიუროკრატიული ხარჯების უდიდესი ნაწილი ეს არის გაბერილი, უზარმაზარი ბიუროკრატია, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოში ზოგადად დასაქმებულია სადღაც 850,000 ადამიანი, 300,000 ადამიანამდე დასაქმებულია საჯარო სექტორში. ამიტომ, ვიდრე ჩვენ ვიზრუნოთ იმაზე, რომ რაღაც კვალიფიკაცია ავამაღლოთ ამ უზარმაზარი ტვირთის, რომელიც ხრებზე აწევს საქართველოს ეკონომიკას, ანუ თითოეულ ქართულ ოჯახს, საჭიროა რომ პირველ რიგში ეს ამ ადამიანების რაოდენობა შემცირდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყავდეს პატარა მთავრობა, ისე რომ თუ შვეიცარია ახერხებს 7 სამინისტროთი ქვეყნის წარმატებით მართვას, ჩვენაირ ქვეყანას 19 სამინისტრო არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჭირდებოდეს. დიდი მადლობა, რომ დავაზუსტოთ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საჯარო სექტორში მუშაობს 274,143 ადამიანი. ბატონო დავით. მოგესალმებით. საჯარო სამსახურის რეფორმა ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა, თუ ჩვენ გვინდა საქართველოს შედგეს სახელმწიფო დასავლეთის ევროკავშირის და ასე ვთქვათ სტანდარტების ტიპის ცივილიზებულ სახელმწიფოდ. ამისთვის საჭიროა სერიოზული კომპლექსური რეფორმის გატარება. ერთია ის, რასაც აი კანონი გულისხმობს ახლა შემოტანილი, ანუ საჯარო მოხელეთა მიღების, გადამზადების, მათი კვალიფიკაციის ამაღლების წესი, მათი ანაზღაურების წესი, ესე ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე სულ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ის უზარმაზარი ბიუროკრატია, რაც ჩვენგანს იქნებს ძალიან მკვეთრად შემცირებული და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, აი 275,000-ის, აი დიდი ნაწილი არის უბრალოდ მართლა სერიოზული ტვირთი ბიუჯეტზე. მესამე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურების ფუნქციონალური ცვლილება, ანუ ისინი უნდა გათავისუფლდნენ მთლიანად იმ სამეურნეო ფუნქციებისგან, რაც დღეს აქვს და პოლიტიკის წარმმართველი ორგანოებად იქცნენ. გვანდობთ. ბატონო ამირან. კი ბატონო. მე ვფიქრობ, რომ ძირითადად პრობლემის არსი ყველასათვის გასაგებია, რომ ჩვენ რეალურად სახეზე გვაქვს ზედმეტად დიდი ბიუროკრატია, აბსოლუტურად უსაქმოცხედან ადამიანები საკუთარ კაბინეტებში და წარმოდგენა არ აქვს საერთოდ რა ფუნქცია აქვთ მათ, ან რატომ არიან იმ თანამდებობებზე და წლების განმავლობაში ეს გრძელდება, იმიტომ რომ ხდება ერთგვარად ხელისუფლების მიერ ლოიალურად განწყობილი საკუთარი ეგრეთ წოდებული მხარდამჭერების დასაქმება სხვადასხვა სიპებში თუ ბიუროკრატიაში. ამიტომაც თავისუფალი დემოკრატები ვფიქრობთ, რომ ზედმეტი შტატები არის ზედმეტი ტვირთი ქვეყნისათვის, ჩვენ მომხრე ვართ მცირე მთავრობის, ჩვენ მომხრე ვართ მცირე ბიუროკრატიის, მეტი გამჭვირვალობის. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო მაგალითად რაც ბატონმა ირაკლი არასანიევმა თავდაცვის მინისტრობისას განახორციელა, როდესაც საიდუმლო შესყიდვების წილი შემცირდა რადიკალურად, გაიზარდა უწყების გამჭვირვალობა, მეტი გამჭვირვალობა და მეტი კომპეტენცია არის ძირითადი ამოცანა, რაც ჩვენ უნდა განვახორციელოთ უკეთესი საჯარო მმართველობისათვის. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად საჯარო მმართველობის სექტორში რა არ მოწონს პარტიებს და რისი შეცვლა მიაჩნიათ აუცილებლობად. ახლა უნდა გადავიდეთ კონკრეტულ საკითხებზე. გაბატონო ირინე, ამ შემთხვევაში ვიწყებთ თქვენგან. პირველი საკითხი. თქვენი პარტიის ხედვით, როგორ უნდა განხორციელდეს საჯარო სამსახურში იმგვარი ცვლილებები, რომ საჯარო მოხელეთა და სამსახურების საქმიანობა იყოს უფრო მეტად ეფექტიანი, უფრო დეპოლიტიზებული და ხარისხიანი და ეთანხმებით თუ არა საჯარო მმართველობის იმგვარ რეფორმას, რომელიც კანონში წერია და თვლით თუ არა რომ ქვეყანა მზად არის ასეთი ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებისთვის, რომელიც უნდა ამოქმედდეს 2017 წლიდან. მადლობა ამ კითხვისთვის. პირველ რიგში 2017 წლის 1 იანვრიდან ის კანონი, რომელიც უნდა ამოქმედდეს, არის უფრო დახვეწილი ფორმის, ვიდრე დღევანდელი მოქმედი კანონი. მათში ძალიან ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი რამ ჩაიდო, რაც დღევანდელ მოქმედ კანონში ნაკლებად ეწერა და იყო ნაკლებად მკაფიოდ გამოკვეთილი, თუმცა რა თქმა უნდა ამ კანონსაც თავისი ხარვეზები გააჩნია. მაგალითად, სამსახურიდან გათავისუფლების პირობებში ერთ-ერთ
პუნქტად წერია, რომ ხელმძღვანელმა პირმა შეიძლება ნდობა აღარ გამოუცხადოს და ეს გახდეს მიზეზი იმისა, რომ მოხელე გაანთავისუფლონ სამსახურიდან. Რა თქმა უნდა, ეხლანდელი 2017 წლის კანონზე ვსაუბრობ, რომელიც ამოქმედება, ისიც თავის მხრივ დასახვეწი არის. თუმცა მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ გადამზადებული კადრები და ის პერიოდულობა, რაც არის ჩადებული ახალ კანონში, არის აუცილებელი და იქნება აბსოლუტურად ეფექტური იმისთვის, რომ საჯარო მოხელეები იყვნენ უფრო კვალიფიციურად მომზადებულები. დიდი მადლობა. ბატონო ვახტანგ, როგორ შეაფასებთ კანონს საჯარო სამსახურის შესახებ? თვლით თუ არა, რომ ის უფრო დახვეწილია? ეს კანონი გახლავთ თოფეხიანი სისულელე. ძირითადად ამ კანონის პრობლემა გახლავთ ის, რომ სახელმწიფო ცდილობს რაღაცნაირად გააკეთოს ერთიანი მართვა აი ამ 275,000 ადამიანის, რაც არის თეორიულადაც კი შეუძლებელი. მე უბრალოდ მიკვირს ვის თავში იბადება ხოლმე მსგავსი აზრები. ჩვენი პრობლემა გახლავთ ის, რომ ჩვენ აგერ სასამართლო არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან და წარმოუდგენელია რომ აი ამ ხელა მასა ბიუროკრატიის იყოს რაღაცა დეპოლიტიზირებული და ასე შემდეგ. რეალურად პრობლემა ჩვენი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ რაღაც 2 საუკუნის წინანდელ მიდგომას ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად გამოვიყენოთ და საქართველოში რაღაც ჩიჩიკოვის დონის რაღაცა მე-12 რანგის და ასე შემდეგ ამ ტიპის სისტემა ვმართოთ. ეს არის შეუძლებელი. ნებისმიერი თანამედროვე ცივილიზებული ქვეყანა ვცდილობს საჯარო სექტორში შემოიტანოს იგივე მართვის მეთოდები, რაც არის კერძო სექტორში. დიდი მადლობა. ბატონ დავით, თქვენ რას ფიქრობთ? მე ვიტყოდი რომ ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად აი საჯარო მოხელეთა მიღების წესი, მათი კვალიფიკაციის ამაღლების, მათ უნდა კონდეთ ნამდვილად გარანტია იმისი, რომ რაღაცნაირად საჯარო სამსახურში რომ მიდიხარ, რაღაც პროფესიული ზრდის, კვალიფიკაციის დისკვალობაზე მათ ხელფასიც გაეზდებათ და რაღაც გარანტია სოციალურიც ექნებათ. ეს პირი სწორედ დაცრობს ცივილიზებულ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. ეხლა რამდენად აკმაყოფილებს ეს კანონი ამ მოთხოვნაზე მეორე საკითხია, ამ დეტალებში არ შევალ. თუმცა სანამ ეს მოხდება, ჩემისას, ანუ სანამ ჩვენ ვიფიქრებთ აი ამ სწორედ ამ კვალიფიკაციის ამაღლებაზე, უფრო წინსწრები პროცესი უნდა იყოს ის, რომ ჯერეთი მკვეთრად უნდა იქნას შემცირებული ამ საჯარო მოხელეთა რაოდენობა. იმიტომ რომ ამ ხელა თქვა სიპებია, აიპებია კიდე ცალკე უამრავია, რადგან ბიუჯეტის ფული იხარჯება, სამინისტროების შტატები არის გაბერილი და უნდა მოხდეს ასევე ფუნქციონალურად ცვლილება იმის, რასაც უფრო დეტალურად შევეხები, ანუ სამეურნეო თვისებისგან განთავისუფლება, სამეურნეო ფუნქციებისგან. ამის გარეშე აზრი არ ექნება, უბრალოდ მივიღებთ ისევ რაღაც პარტიული აქტივის დასაქმების ბიუროს. გასაგებია. ბატონო ამირა. ესე იგი, რაც შეეხება უშუალოდ კანონს, რომელიც 2017 წლიდან შედის ძალაში, ძალიან ვრცლად შეიძლება რა თქმა უნდა ამ კანონზე საუბარი. მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ქვეყანაში ფაქტია, რომ ქაღალდზე დაწერილი კანონი მუშაობს ნაკლებად. ეს ეხება კონკრეტულად ამ შემთხვევასაც. რა მნიშვნელობა აქვს, რა კანონს მივიღებთ, თუ ხელისუფლების მხრიდან არ იქნება პოლიტიკური ნება, რომ ადამიანებმა საჯარო მოხელეებმა ერთის მხრივ თავი იგრძნონ დაცულად, კონდეთ მათ დაგროვებითი პენსია, კონდეთ იმისი გარანტია, რომ ხვალე რომელიმე ხელმძღვანელი არ გაიღვიძებს ცუდ ხასიათზე და მას არ გაათავისუფლებს თანამდებობიდან, ან იმის გამო რომ ხარს არ უჭერს მისი ოჯახის რომელიმე წევრი ხელისუფლებაში მყოფ პარტიას, ამის გამო მას არ გაათავისუფლებს სამსახურიდან. ადამიანები ჩვენ საკუთარ ოჯახებიდან გამომდინარე ვიცით ყველა, განსაკუთრებით მათ, ვინც ოპოზიციურ პარტიებში იყვნენ წლების განმავლობაში, რომ ადამიანებს ათავისუფლებდნენ სახელმწიფო სამსახურებიდან და ხელახლა უწყებდათ 40-50 წლის ასაკში ცხოვრების დაწყება. ამიტომ კანონში არ არის პრობლემა, არის პრობლემა პოლიტიკურ ნებაში, პოლიტიკურ მიდგომაში, რაც არ გააჩნდა არც ნაციონალურ ხელისუფლებას და სამწუხაროდ არ გააჩნია არც ოცნებას. გვანდობთ. ხალბატონო მაგული, თქვენ დაასრულებთ ამ წრეს. საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში, მისი, ესე იგი, ამ სახით მიღება, მასში არის შეტანილი მართალია ცვლილებები, მაგრამ ეს ისეთი უმნიშვნელო ხარისხით არის შეტანილი, რომ ის ამინდს ვერ შექმნის და ვერ გააჯანსაღებს სიტუაციას საჯარო მმართველობის სფეროში. ვინაიდან შეტანილი ცვლილებები ძირითადად ეხება მოქალაქეთა გადამზადებას, ატესტაციას, შემცირება ერთ წლამდე დაუშვათ კლასების შემოვიდა და შეფასების 4-დონიანი სისტემა და ასე შემდეგ. მთავარი არის თვითონ ძირეული რეფორმა მოხდეს საჯარო მმართველობის სფეროში და ეროვნულ ფორუმს გააჩნია თავისი მიდგომა ამ საკითხისადმი. კერძოდ, მას ჩვენ ვთავაზობთ პოლიტიკური ნება უნდა იყოს, რომ განხორციელდეს ბიუჯეტის პროგრამული ბიუჯეტის მეთოდოლოგია, ბიუჯეტირების მეთოდოლოგია, რაც გულისხმობს წინასწარ დაგეგმვას სწორედ იმ სტრუქტურების, იმ ადგილების, რომელზედაც ჩვენ გვეყოლება შესაბამისად პროფესიონალური ნიშნით არჩეული გასაგებია.
დასრულდა თქვენი დრო, მაგრამ გექნებათ 59 წამი ამავე თემაზე სასაუბროთ. ქალბატონო ირინე, იწყება კრიტიკის წრე. შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ოპონენტების ხედვა საჯარო მმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით ან დააზუსტოთ თქვენი პოზიცია. რას ფიქრობთ ამ კანონის შესახებ უფრო დეტალურად ისაუბრეთ? მე ამ დროს არ გამოვიყენებ კრიტიკისთვის, უფრო დაზუსტებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ აქამდეც იყო კლასირების თემა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, აქამდეც იყო მაგალითად გარკვეულ სამსახურებში, როდესაც დანამატებს იღებდნენ გარკვეული ჩინის რანგის მუშაობის სტაჟიდან გამომდინარე. მიზანშეწონილად მიმაჩნია დავაფიქსირო ის პოზიცია, რომ პირველი რაც მნიშვნელოვანი არის, აუცილებლად უნდა მოხდეს კადრების გადამზადება და პერეკვალიფიკაცია, რაც გულისხმობს ეს იყო წელიწადში ერთხელ, ეხლა ხდება ახალი კანონის მიხედვით 6 თვეში ერთხელ. ეს მნიშვნელოვანი არის, ეს იმის საშუალებას აძლევს საჯარო მოხელეებს, რომ მათ ყოველთვის კონდეთ იმის ამბიცია, რომ ისინი უნდა განვითარდნენ და უნდა იყვნენ ღირსეულები და ემსახურებოდნენ ღირსეულად იმ საქმეს, რომელსაც ემსახურებიან დღეს. გმადლობთ. ბატონო ვახტანგ. ჩემი აზრით, მე მგონი უნდა გავიდეთ ამ სადღეგრძელოების რეჟიმიდან. საჭიროა, რომ რეალურად საჭიროა, რომ ეს ადამიანები ანუ ის ფუნქციები, რომელიც დღეს აქვს სახელმწიფოს თავის თავზე აღებული, ბატონი დავითი ამბობდა, რომ სამეურნეო ფუნქციები, ეს ფუნქციები გავიდეს საჯარო სექტორიდან. ანუ მაგალითად რაღაც უამრავი სიპი, რომელიც შეიქმნა არა იმიტომ, რომ თქვა ამ ფუნქციას ვიღაც ვერ ახორციელებდა, თქვა ვიღაცას არის ადგილობრივ დონეზე კომპანია არ არსებობდა, რომელიც ამ ფუნქციას განახორციელებდა, არამედ სახელმწიფომ გააკეთა მონოპოლიზაცია ამ ფუნქციების, ფაქტიურად განდევნა კერძო სექტორი ამა თუ იმ ბიზნესიდან და საჭიროა, რომ ეს ფუნქციები პირველ რიგში დაბრუნდეს კერძო სექტორში, დაიწყოს კონკურენცია, რაც საბოლოო ჯამში ამ მომსახურებებს როგორც ხარისხს გააუმჯობესებს, ასევე შეამცირებს ფასს. ეს არის დაკავშირებული ერთადერთ პრობლემასთან. ეს არის პოლიტიკური ნება, რომ თუ ასეთ რეფორმას განახორციელებ, შესაბამისად შენ კარგავ იმ გარანტირებულ ადმინისტრაციულ რესურსს, რომელსაც არჩევნებზე გამოიყენებ. ბატონო დავით. პირველ რიგში უნდა ვთქვა, კი პოლიტიკური ნებაზე ითქვა აქ და მართალია, ხა პოლიტიკური ნება არ არის, არაფერი არ არის. ხა მის გარეშე ცხადია, არაფერი არ გავა, ამიტომ როდესაც რეფორმაზე ვლაპარაკობთ, ეს რაღაცა თუ ვიგულისხმოთ, რომ უნდა არსებობდეს. თუ ეს არ არსებობს, ნებისმიერი კანონი დარჩება კაღალზე. ეს ერთი. მეორეს რო ხა მე თვითონ ნამუშევარი ვარ, ასე ვთქვათ, საჯარო სექტორში და ვიცი ეს რას ნიშნავს. იქ არის იმდენი, ასე ვთქვათ, რუტინული ფუნქცია, რომ უბრალოდ ვერც კი მოასწრებ იმისთვის დრო არ რჩება, იმისთვის რომ რაღაც სერიოზულზე იფიქრო და პოლიტიკის წარმართვაზე სერიოზულად ასე თქვა უხელმძღვანელო შენს საქმეს, იმიტომ რომ მაგალითად შეხვედრები რო აიღო მარტო ხელმოწერა რამდენზე გიწევს, იქ რაღაცა აი წმინდა ასეთი იფლოუში რაღაცა კომპიუტერულ პროგრამაში რამდენ წერილს უნდა გასცე პასუხი და წაიკითხო. მთელი დღე მიდის მაგაზე, ანუ ფუნქციონალურად, სტრუქტურულად არის შესაძლებელი ძალიან ბევრი რამე, რომ ასნაირად ეს დროის მენეჯმენტი ცოტა უკეთ იქნას გამოყენებ. ეს მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარეშე უბრალოდ იქნება ის, რაც დღეს არის, ანუ რაღაც დიდ ბიუროკრატიულ მახინად, რომელიც აწევს ქვეყანას კისერზე. ბატონო ამირა. კეთილი, ესე იგი ჩვენ საუბრობთ ეფექტურობის გაზრდაზე, რაც ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანია და აღიარებული პრინციპია 21 საუკუნეში, რომ რაც უფრო ნაკლები იქნება ხელისუფლების და მთავრობის მონაწილეობა ისეთი ტიპის პრობლემის გადაწყვეტაში, მაგალითად, როგორც არის თუნდაც ქალაქის დასუფთავება. შესაძლებელია აბსოლუტურად, რომ გამოაცხადოს მუნიციპალიტეტმა კონკრეტულად ტენდერი საჯარო კონკურსის შერჩევის გზით, რომელიმე კომპანიამ აიღოს ეს ვალდებულება და ასე შემდეგ. ესეთი უამრავი პრობლემა არსებობს. არ ჭირდება ამას სახელმწიფო კომპანიებში ინტეგრირებული ადამიანებთა რაღაცა კატეგორია, რომლებიც მე რეალურად მართლა ვერ იცლიან ვერც თვითგანვითარებისათვის, ვერც იმ საქმის ეფექტურად განხორციელებისათვის. ამიტომაც ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ სახელმწიფომ იმაზე კი არის ფიქრობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაასაქმოს სახელმწიფო სექტორში, არამედ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაასაქმოს კერძო სექტორში. ეს იქნებოდა ამოსავალი წერტილი და საჯარო მმართველობის ხარისხიც ამითი გაუმჯობესდება, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. ქალბატონო მაგული. საჯარო მმართველობა რომ ეფექტიანად განხორციელდეს, ამისათვის და ბიუჯეტის ხარჯებიც რომ რაციონალურად და მომჭირნედ დაიხარჯოს, ამისათვის ეროვნულ ფორუმს აქვს ასეთი მიდგომა. უნდა შედგეს როგორც ესე იგი მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია ქვეყნის განვითარებისა სხვადასხვა დარგების მიმართულებით და აღნიშნული სტრატეგია უნდა დამტკიცდეს პარლამენტზე კანონის სახე მიეცეს და ამ სტრატეგიას
სტრატეგიის შესაბამისად ასევე უნდა შედგეს და შემუშავდეს მის განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებებისა და საქმიანობების გეგმა და გრაფიკი, რომელიც გულისხმობს მასთან ერთად შესაბამისი ბიუჯეტის, ოღონდ პროგრამულ ბიუჯეტზეა საუბარი, რომელიც ასევე სტრატეგიულად გათვლილი იქნება გრძელვადიან პერიოდზე, რომელიც ასევე უნდა დამტკიცდეს პარლამენტის მიერ კანონის სახე მიიღოს და შემდეგ ყოველწლიურად ხდებოდეს ამ ყოველწლიური ბიუჯეტის ფორმირება აი ამ ბიუჯეტთან პროგრამულ ბიუჯეტთან. გასაგებია. დიდი მადლობა. დასრულდა თქვენი დრო. სამწუხაროდ უნდა შევისვენოთ რამდენიმე წუთით. შეგახსენებთ, რომ ჩვენს გადაცემაში მაყურებელი რეკავს და ირჩევს მისთვის მისაღებ პროგრამულ პრიორიტეტებს. ამ შემთხვევაში ის ირჩევს, რომელი პარტიის ხელმძღვანელი მოწონს საჯარო მმართველობის რეფორმირების კუთხით, თუ მხარს უჭერთ ეროვნული ფორუმის ინიციატივებს, რეკავთ ნომერზე 0800 111, თოფაძე მრეწველები 0800 112, პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის 0800 113, უსუფაშვილი რესპუბლიკელები 0800 114, ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატები 0800 115, სხვა პარტია 0800 116. ეს არის გადაცემა 59 წამი არჩევნები 2016, სადაც სტუმრები კითხვებს 59 წამში პასუხობენ, ერთმანეთს უსმენენ და არ აწყვეტინებენ. ყველა მათგანს აქვს თანაბარი დრო, როგორც თემატური პრიორიტეტების წარსადგენად, ასევე ოპონენტების გასაკრიტიკებლად. ახლა რამდენიმე წუთით შევისვენებთ და რეკლამის შემდეგ 59 წამი არჩევნები 2016 ისევ პირდაპირ ეთერში დაბრუნდება. ამ სტუდიაში მოწვეულ სტუმრებს აქვთ თანაბარი დრო 59 წამი იმისთვის, რომ საკუთარი აზრი გამოთქვან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და სოციალურ საკითხებზე. მიმარჯვებს ის, ვისაც აქვს ცოდვა. პოლიტიკურ მოულოდნელობების ჯაჭვი იყო საქმე და მე დანარჩენი. ეს სწორი მიმართულებით ასევე ნაბიჯი, მაგრამ ჩემს ეს არასაკმარისი. განათლებაში მშობლის როლი არის ძალიან გულისხმობს რეფორმა არაძალადობრივ გარემოს. კვირის მთავარი თემები: ინტერაქტივი და საუკეთესო სივრცე მაყურებლისთვის სწორი დასკვნების გამოსატანად. ყოველ კვირას საღამოს 9 საათზე. განსხვავებული პოზიციები და ექსკლუზიური ფორმატი. გადაცემა, სადაც სტუმრები ერთმანეთს უსმენენ, არ აწყვეტინებენ და სათქმელს 59 წამში ამბობენ. ამ სტუდიაში გამოთქმულ აზრებს მაყურებელი აფასებს. 59 წამი კამათი წესების დაცვით. ყოველ კვირას საღამოს 9 საათზე GDS-ზე წამზომი ირთვება. რამდენს უნდა ხარჯავდეს სახელმწიფო ბიუროკრატიაზე? რამდენად აუცილებლად მიიჩნევენ პარტიები ამა თუ იმ სამინისტროს ან მათი ქვეუწყებების გაუქმებას? როგორ აფასებენ საარჩევნო სუბიექტები ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ მმართველობის რეფორმას და თავად როგორ გეგმავენ საჯარო სამსახურების ეფექტიანობის გაზრდას? გადაცემაში 59 წამი არჩევნები 2016 ვკამათობთ საჯარო სამსახურის რეფორმირების გზებზე. ამ სტუდიაში გამოთქმულ აზრებს მაყურებელი აფასებს. სადაც არის ძლიერი პოლიტიკური პარტიები, ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიას აქვს საფუძველი. ქალთა მონაწილეობის ზრდით ქვეყანაში მდგომარეობა იცვლება. ხელახლა ჩანს, რომ ჯერ კიდევ არ გვიპოვია, ასე ვთქვათ, ეროვნული იდეა. ოპოზიციურ პარტიებს დღეს ყველაზე გავლენიანი მედია საშუალებები აქვთ ხელთ. მთავრობამ უნდა განსაზღვროს ტრანსპორტით უზრუნველყოფა. იდივარ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები წინ დემოკრატიისკენ. იმ ვარიანტს, რომელიც შემოგთავაზა ხელისუფლებამ, აქვს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი. 59 წამი კამათი წესების დაცვით. განათლების შეზღუდვა არაც პირდაპირ მიმულია დასაქმების შანსების ხელიდან გაშვებაზე. ის ხოლმე ამ სასჯელებს შორის არ არსებობს. მოხდეს მოხმარების დეკრიმინალიზაცია. კაი, ჯიგრული ქართული თოქ-შოუ გავაკეთოთ. კი არ ვისაუბროთ დაშალზე, არამედ ვისაუბროთ აღზრდაზე. ყველა ჩვენი იდეოლოგია მიმართულია იქითკენ, რომ ემსახუროს ადამიანის ინტერესებს. თავისუფლება ყველასთვის და არა ერთეულებისთვის. თავისუფლება შიშისგან და გაჭირვებისგან. 59 წამი კამათი წესების დაცვით. ამ სტუდიაში მოწვეულ სტუმრებს აქვთ თანაბარი დრო 59 წამი იმისთვის, რომ საკუთარი აზრი გამოთქვან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და სოციალურ საკითხებზე. მიმარჯვებს ის, ვისაც აქვს ცოდვა. პოლიტიკურ მოულოდნელობების ჯაჭვი იყო საქმე და მე დანარჩენი. ეს სწორი მიმართულებით ასევე ნაბიჯი, მაგრამ ჩემს ეს არასაკმარისი. განათლებაში მშობლის როლი არის ძალიან გულისხმობს რეფორმა
არაძალადობრივ გარემოს. კვირის მთავარი თემები: ინტერაქტივი და საუკეთესო სივრცე მაყურებლისთვის სწორი დასკვნების გამოსატანად. ყოველ კვირას საღამოს 9 საათზე. განსხვავებული პოზიციები და ექსკლუზიური ფორმატი. გადაცემა, სადაც სტუმრები ერთმანეთს უსმენენ, არაწყვეტინებენ და სათქმელს 59 წამში ამბობენ. ამ სტუდიაში გამოთქმულ აზრებს მაყურებელი აფასებს. 59 წამი კამათი წესების დაცვით. ყოველ კვირას საღამოს 9 საათზე GDS-ზე წამზომი ირთვება. რამდენს უნდა ხარჯავდეს სახელმწიფო ბიუროკრატიაზე? რამდენად აუცილებლად მიიჩნევენ პარტიები ამა თუ იმ სამინისტროს ან მათი ქვეუწყებების გაუქმებას? როგორ აფასებენ საარჩევნო სუბიექტები ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ მმართველობის რეფორმას და თავად როგორ გეგმავენ საჯარო სამსახურების ეფექტიანობის გაზრდას? გადაცემაში 59 წამი არჩევნები 2016 ვკამათობთ საჯარო სამსახურის რეფორმირების გზებზე. ამ სტუდიაში გამოთქმულ აზრებს მაყურებელი აფასებს. სადაც არის ძლიერი პოლიტიკური პარტიები, ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიას აქვს საფუძველი. ქალთა მონაწილეობის ზრდით ქვეყანაში მდგომარეობა იცვლება. ხელახლა ჩანს, რომ ჯერ კიდევ არ გვიპოვია, ასე ვთქვით, ეროვნული იდეა. ოპოზიციურ პარტიებს დღეს ყველაზე გავლენიანი მედია საშუალებები აქვთ ხელთ. მთავრობამ უნდა განსაზღვროს ტრანსპორტით უზრუნველყოფა. მივდივარ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები წინ დემოკრატიისკენ. იმ ვარიანტს, რომელიც შემოგთავაზა ხელისუფლებამ, აქვს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი. 59 წამი კამათი წესების დაცვით. განათლების შეზღუდვა არასპირდაპირ მიმულია დასაქმების შანსების ხელიდან გაშვებაზე. დიდი სხვაობა ამ სასაჯელებს შორის არ არსებობს. მოხდეს მოხმარების დეკრიმინალიზაცია. კაი, ჯიგრული ქართული ток-შოუ გავაკეთოთ. კი არ ვისაუბროთ დაშალეს, არამედ ვისაუბროთ აღზრდაზე. ყველა ჩვენი იდეოლოგია მიმართულია იქითკენ, რომ ემსახუროს ადამიანის ინტერესებს. თავისუფლება ყველასთვის და არა ერთეულებისთვის. თავისუფლება შიშისგან და გაჭირვებისგან. 59 წამი კამათი წესების დაცვით. ამ სტუდიაში მოწვეულ სტუმრებს აქვთ თანაბარი დრო. 59 წამი იმისთვის, რომ საკუთარი აზრი გამოთქვან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და სოციალურ საკითხებზე. მიმარჯვებს ის, ვისაც აქვს ცოდვა. პოლიტიკურ მოულოდნელობების ჯაჭვი იყო საქმე და მე დანარჩენი. სწორი მიმართულებით ასევე ნაბიჯი, მაგრამ ჩემ ეს არასაკმარისი. განათლებაში მშობლის როლი არის ძალიან გულისხმობს რეფორმა არაძალადობრივ გარემოს. კვირის მთავარი თემები: ინტერაქტივი და საუკეთესო სივრცე მაყურებლისთვის სწორი დასკვნების გამოსატანად. ყოველ კვირას საღამოს 9 საათზე. განსხვავებული პოზიციები და ექსკლუზიური ფორმატი. გადაცემა, სადაც სტუმრები ერთმანეთს უსმენენ, არაწყვეტინებენ და სათქმელს 59 წამში ამბობენ. ამ სტუდიაში გამოთქმულ აზრებს მაყურებელი აფასებს. 59 წამი კამათი წესების დაცვით. ყოველ კვირას საღამოს 9 საათზე GDS-ზე წამზომი ირთვება. რამდენს უნდა ხარჯავდეს სახელმწიფო ბიუროკრატიაზე? რამდენად აუცილებლად მიიჩნევენ პარტიები ამა თუ იმ სამინისტროს ან მათი ქვეუწყებების გაუქმებას? როგორ აფასებენ საარჩევნო სუბიექტები ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ მმართველობის რეფორმას და თავად როგორ გეგმავენ საჯარო სამსახურების ეფექტიანობის გაზრდას? გადაცემაში 59 წამი არჩევნები 2016 ვკამათობთ საჯარო სამსახურის რეფორმირების გზებზე. ამ სტუდიაში გამოთქმულ აზრებს მაყურებელი აფასებს. სადაც არის ძლიერი პოლიტიკური პარტიები, ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიას აქვს საფუძველი. ქალთა მონაწილეობის ზრდით ქვეყანაში მდგომარეობა იცვლება. ხელახლა ჩანს, რომ ჯერ კიდევ არ გვიპოვია, ასე ვთქვით, ეროვნული იდეა. ოპოზიციურ პარტიებს დღეს ყველაზე გავლენიანი მედია საშუალებები აქვთ ხელთ. მთავრობამ უნდა განსაზღვროს ტრანსპორტით უზრუნველყოფა. მივდივარ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები წინ დემოკრატიისკენ. იმ ვარიანტს, რომელიც შემოგთავაზა ხელისუფლებამ, აქვს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი. 59 წამი კამათი წესების დაცვით. განათლების შეზღუდვა არასპირდაპირ მიმულია დასაქმების შანსების ხელიდან გაშვებაზე. დიდი სხვაობა ამ სასაჯელებს შორის არ არსებობს. მოხდეს მოხმარების დეკრიმინალიზაცია. კაი, ჯიგრული ქართული ток-შოუ გავაკეთოთ.
კი არ ვისაუბრებ დაჟანაზე, არამედ ვისაუბროთ აღზრდაზე. ყველა ჩვენი იდეოლოგია მიმართულია იქითკენ, რომ ემსახუროს ადამიანის ინტერესებს. თავისუფლება ყველასთვის და არა ერთეულებისთვის. თავისუფლება შიშისგან და გაჭირვებისგან. 59 წამი კამათი წესების დაცვით. ამ სტუდიაში მოწვეულ სტუმრებს აქვთ თანაბარი დრო. 59 წამი იმისთვის, რომ საკუთარი აზრი გამოთქვან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და სოციალურ საკითხებზე. მიმარჯვებს ის, ვისაც აქვს ცოდვა. პოლიტიკურ მოულოდნელობების ჯაჭვი იყო საქმე და მე დანარჩენი. ეს სწორი მიმართულებით ასევე ნაბიჯი, მაგრამ ჩემს ეს არასაკმარისი. განათლებაში მშობლის როლი არის ძალიან გულისხმობს რეფორმა არაძალადობრივ გარემოს. კვირის მთავარი თემები: ინტერაქტივი და საუკეთესო სივრცე მაყურებლისთვის სწორი დასკვნების გამოსატანად. ყოველ კვირას საღამოს 9 საათზე. განსხვავებული პოზიციები და ექსკლუზიური ფორმატი. გადაცემა, სადაც სტუმრები ერთმანეთს უსმენენ, არაწყვეტინებენ და სათქმელს 59 წამში ამბობენ. არჩევნო დებატი, რომელიც ინტეგრირებულია გადაცემაში 59 წამი, საუბრობთ საჯარო მმართველობის რეფორმაზე. და გადავდივართ მეორე საკითხზე, ამ შემთხვევაში ბატონო ვახტანგ წრეს ვიწყებთ თქვენგან. საინტერესოა თქვენი პარტიის ხედვით, როგორ უნდა მოხდეს საჯარო მოხელეთა პროფესიონალიზმის ზოგადი უზრუნველყოფა და ვინ უნდა გააკონტროლოს წლიდან წლამდე საჯარო მოხელეების ზოგადი პროფესიონალიზმი. ვინ უნდა იზრუნოს მათი პროფესიონალიზმის ხარისხის გაუმჯობესებაზე და თქვენი ხედვით მიანდობთ ამას თავისუფალ ბაზარს თუ თვლით, რომ მრავალათასიანი ბიუროკრატიის ხარისხის გაუმჯობესება სახელმწიფოს ვალდებულება უნდა იყოს? სახელმწიფოს ვალდებულება არის ის, რომ კონკრეტული საქმე შესრულდეს. ამ საქმის შესასრულებლად თავისუფალ ბაზარზე არსებობენ კომპეტენტური ადამიანები. ამისთვის საჭირო არ არის, რომ რაღაც სამსახურის დაწყებიდან პენსიაზე გასვლამდე ადამიანი მუშაობდეს მაინც და მაინც საჯარო სექტორში. როდესაც მე თავიდან ვამბობდი, რომ ჩვენ გვჭირდება 21 საუკუნის საჯარო სამსახური, მე ამას ვგულისხმობდი, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ საჯარო მოხელეს კონდეს დასმული ამოცანა და თუ ის ამოცანას ასრულებს, ის იქნება როგორც წარმატებულად შეფასებული და თუ ის ამოცანას ვერ ასრულებს, ის უნდა უბრალოდ წავიდეს საჯარო სამსახური. არ უნდა დავაკონსერვოთ საჯარო სამსახური. ჩვენ ერთადერთი, რასაც ვფიქრობ და მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად სასკოლო გამოცდებს ვერ ჩააბარებს საჯარო მოხელეთა ალბათ 90%, ისე როგორც მასწავლებლები ვერ აბარებენ თავიანთ გამოცდებს. და საჭიროა ეროვნული გამოცდების მაგვარი ტესტი ყველასთვის, რომ როგორც მაგალითად მოსამართლე არ შეიძლება გახდეს თუ გამოცდას რაღაც არ ჩააბარებს, ისე საჯარო სამსახურში. გასაგებია. დიდი მადლობა. ბატონო დავით. რაც შეეხება იმას, თუ საჯარო მოხელეები ვინ უნდა შეამოწმოს, როგორ უნდა შეამოწმოს, რანაირად უნდა მოხდეს, ძალიან რთული საკითხია. მე არ მგონია, რომ ეს უნდა იყოს რაღაცა ერთი ორგანო, რომელიც ყველაფერს ამოწმებს და რაღაცნაირად მათ ხელშია ვინ მიიღებენ, ვის არა, ეს შესაძლებელია. თავისუფლად იყოს ეგრეთ წოდებული აუთსორსი, ანუ გარეწყარო, ანუ რამდენიმე, ანუ სახელმწიფო ამას უბრალოდ ხელი უნდა შეუწყოს, ეს საერთოდ რაც მეტი რამ იქნება გატანილი სახელმწიფოსგან, ბიუროკრატიისგან და რაც მეტი იქნება გარეწყაროებზე, რაც მეტი სტიმულირება ექნება ეს და რაღაცას უკეთესი იქნება. სახელმწიფო უნდა დაადგინოს სტანდარტები, ჩემის აზრით, უნდა კონდეს რაღაცა შეფასების სისტემა, დადგენილი სტანდარტები და ამის და მიხედვით მე სხვადასხვა შეიძლება ახორციელებდეს სხვადასხვა ცენტრები ამას. ეს ერთი მომენტია. მეორე მე მაინც გონია, რომ კერძო ასე ვთქვათ ფირმებისგან მაინც საჯარო სამსახური გარკვეულწილად განსხვავებული უნდა იყოს და გარკვეულწილი გარანტიები არასრული რა თქმა უნდა. უნდა კონდეს მაინც ზრდის და იმისი, რომ სოციალურად ის უზრუნველყოფილი იქნება. სხვანაირად ვერ მოვიზიდავთ ჩვენ კარგ კადრებს საჯარო სამსახურში. გასაგებია. ბატონო ამირანი. აი კანონ პროექტიდან გამომდინარე წელიწადში ერთხელ ხდება საჯარო მოხელის შეფასება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, ვინაიდან არ შეიძლება საჯარო მოხელე მუდმივად იყოს იმ განცდაში, რომ მას აი წელიწადში ერთხელ შეამოწმებენ, შესაბამისად ის შეიძლება რაღაცა პირადი მოსაზრებებიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით ვინ ამოწმებს, ხო, ეს ერთი საკითხი კიდე და რამდენად კომპეტენტურია თვითონ ის, ვინც ეს საჯარო მოხელე უნდა შეამოწმოს, რამდენად ობიექტურია, თუნდაც პოლიტიკური ზეგავლენებიდან გამომდინარე. ამიტომ თვითონ ეს ნაწილი შეიძლება სწორედად სპეკულაციური იყოს და გამოყენებული იქნეს ადამიანების დევნისათვის პოლიტიკური ნიშნით ან დისკრიმინაციული სხვადასხვა ნიშნებიდან გამომდინარე. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ არსებობს დისციპლინარული სამართალწარმოება თვითონ საჯარო სამართლებრივ სივრცეშიც. შესაბამისად, თუ ადამიანი არ ასრულებს თავის ფუნქცია მოვალეობებს, არა წელიწადში ერთხელ უნდა ელოდოს რაღაც განაჩენის გამოტანას, არამედ მიმდინარე მუშა ცოცხალი პროცესი უნდა იყოს და ზოგად განათლება და ზოგადი უნარები უნდა განვითარდეს მისი საქმიანობიდან
დიდი მადლობა. ქალბატონო მაგული. იცით მე ვთვლი პირიქით რომ ეს ერთწლიანი საატესტაციო პერიოდი 3 წლიანი იყო ადრე და ახლა 1 წლიანი პირიქით ეს უფრო წარდგება საქმეს, მაგრამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ასეთი მიდგომა. საერთოდ გამოირიცხება მისი საჭიროებაც ატესტაციისა და შემოწმებების, გადამზადებების თუ კი ჩვენ გვექნება წინასწარ აღებული სტრატეგიული გეგმა, შესაბამისად იმ სტრუქტურებს შევქმნით და განსაზღვრავთ და შესაბამისად ავირჩევთ ისეთ დაუშვათ იმ რაოდენობით და ისეთი ხარისხის კვალიფიკაციის პროფესიონალიზმის პირადი ნიშნით თუ ასე შემდეგ მოხელებს, რომლებიც შეასრულებენ ამ ფუნქციებს. იქნება მაღალი ხარისხის კონკურენცია, რისთვისაც გამოვიყენებთ თავისუფალ ბაზარსაც, მაგრამ შემდგომ, როდესაც ისინი იქნებიან უკვე საჯარო ხელისუფლებაში, მოხდება ხელისუფლების მხრიდან მათი ყოველწლიურად, ესე იგი, გადამზადება, ტრენირება, ვინაიდან გამოწვევები ყოველწლიურად იცვლება და შეიძლება გაიზარდოს. დიდი მადლობა. ქალბატონო ირინე. ვინ და რამდენ ხანში ერთხელ უნდა შეამოწმოს საჯარო მოხელის კვალიფიკაციის ხარისხი? მე მიმაჩნია, რომ ამ საკითხში პირველ რიგში უნდა იყოს დაინტერესებული ის სახელმწიფო ორგანო, რომელიც სფეროსაც ვეხებით. შესაბამისად იქნება ეს სამინისტრო, პარლამენტი თუ რომელიმე სხვა საჯარო სტრუქტურა, პირველ რიგში ეს მათი ინტერესის სფერო უნდა იყოს, რამდენად კვალიფიციური კადრები ყავთ და რამდენად კარგად ასრულებენ ეს კადრები თავიანთ უფლება-მოვალეობას. რაც შეეხება კანონს, რახან ვახსენებთ ესე აქტიურად 2017 წლიდან რომელიც ამოქმედდება, იქ უკვე მკაფიოდ არის გაკეთებული ესეთი ჩანაწერი, რომ არსებობს საჯარო სამსახურის ბიურო, რომელიც არჩევს კადრებს, კვალიფიციურს, იმისთვის, რომ ისინი დასაქმდნენ შემდგომ უკვე ამ სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ რამდენად კვალიფიციური იქნება ეს კადრები, ვეთანხმები სტუმრებს, ეს კიდე სადაო თემა არის. თუმცა კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ მიმაჩნია პირველი ინტერესი, ვისაც უნდა კონდეს, ეს არის უშუალოდ ის დაწესებულებები, სადაც საჯარო მოხელეები მუშაობენ. დიდი მადლობა. ბატონო ვახტანგ, 59 წამი გაქვთ ისევ ამ თემაზე სასაუბროთ ოპონენტების პროგრამის და შეხედულებების კრიტიკისთვის. მე ვფიქრობ, რომ ძირითად ნაწილში ჩვენ ვთანხმდებით, აქ უბრალოდ მე ამ წუთს გამოვიყენებ იმისთვის, რომ უბრალოდ დავაზუსტო რაც წინა პერიოდში ცდილობდი მეთქვა. ანუ რეალურად ჩვენი პოლიტიკური ბლოკი ვერ ხედავს განსხვავებას, თქვა საჯარო სექტორში ადამიანის დაქირავებასა და კერძო სექტორში, ანუ ჩვენ გვინდა შედეგი. თუ ჩვენ შედეგს უნდა მივახციოთ, ჩვენ იმას კი უნდა ვდიოთ, ეს ამ ადამიანს რაღაც ყოველწლიურად ვამოწმებდეთ, ჯერთი მე არ მესმის რა კრიტერიუმებით უნდა ვამოწმოთ. ყოველწლიურად და საერთოდ სტრესში ვამყოფოთ, ისედაც საჯარო სექტორი საერთოდ რიგიდულია და პლუს კიდე რაღაც ახალი ბიუროკრატია მოვიგონოთ ამისთვის. თავარია რომ ჩვენ შევძლოთ შედეგის შეფასება. აქვს თუ არა ამა თუ იმ უწყების, ამა თუ იმ რაღაც ფუნქციის განმახორციელებელი ორგანოს მუშაობას ის შედეგი, რისთვისაც მას ბიუჯეტი გამოეყოფა. თუ ეს შედეგი დგება, ესე იგი ეს ორგანო წარმატებით მუშაობს და თუ ეს შედეგი არ დგება, ან უკმაყოფილოა საზოგადოება ამ შედეგით, შესაბამისად ეს ორგანო საჭიროა რომ რაღაცნაირად შეიცვალოს ან გაუქმდეს. დიდი მადლობა. ბატონ დავითი, როგორ შეიძლება საჯარო მოხელის გადამზადება ცენტრალიზებულად და უშუალოდ სამინისტროს კონდეს თავისი ტრენინგ ცენტრები თუ გარეთ გატანილი მომსახურება, რომელსაც ასევე სახელმწიფო დააფინანსებს, მაგრამ შეუკვეთავს და უშუალოდ სხვა სექტორს. შეიძლება შეიძლება სულაც არ იყოს სახელმწიფოს დაფინანსებული, გააჩნია ეს თუ ასე თქვა, შეკვეთა ბევრი აქვს, შეიძლება დავიზუფლად და სახელმწიფო დაფინანსების გარეშეც წავიდეს თუ ფულს უხდი ამაში. ეს ერთი მომენტია, მეორეც ეხლა ჩვენთან საჯარო სამსახურში სერიოზული პრობლემაა ის, რომ ძალიან ხშირად კონკურსები, საერთოდ კონკურსები მიღება, გადამზადება და არის ფორმალური ხასიათი, ანუ კანონი ითხოვს რაღაც კონკურსის ჩატარებას, რეალურად არის სიტუაცია, რომ ყავთ კადრი, თქვა საჯარო სამსახურში, რომლის გაშვება არავის არ უნდა მე მაგრამ იძულებულია კონკურსი გამოაცხადოს, მე ამ კონკურსში მონაწილეობას ღებულობს და მაგრამ წინასწარიციან ვის დატოვებენ, საქსაი შეიძლება ითქვას მასობრივი ხასიათი ჩვენ იმაში თვითონ კანონი არ იძლევა იმ საშუალებაზე, რომ მოგნილი მიდგომა იყოს ამ შემთხვევაში და როდესაც ჩვენ კანონმდებლობაზე ვლაპარაკობთ საჯარო სამსახურზე, ისტორიით მაგაზე შემოწმებაზე, რაღაცა მონიტორინგზე და კვალიფიკაციის ამაღლებაზე სასურველია რომ უფრო მოქრილი სისტემა იყოს და არ იყოს რაღაცნაირად ეს რაღაც ასეთი წნეხის ქვეშ არ იმყოფებოდეს ყველა თანამშრომელი ამ შემთხვევაში და გარედან მოსულ ადამიანსაც ჰქონდეს მადლობთ. ესე იგი, ჩვენ აქ გვჭირდება ზედმეტი რევიზორები. ზოგადად ვფიქრობ, რომ რაც უფრო ნაკლები იქნება კონტროლის მექანიზმები ხელოვნურად შექმნილი, ყველაზე კარგი კონტროლის მექანიზმი არის ჯერ ერთი
მისი ან კონკრეტულად სტრუქტურის თუ სახელმწიფო მოხელის თუ საჯარო მოხელის მიერ შესრულებული სამუშაო და იქიდან მიღებული შედეგი და მეორე რამდენად ეფექტურად მუშაობს ის რგოლი რამდენად დებს იმ შედეგს რისთვისაც ეს რგოლია შექმნილი ეხლა მე წეღანაც აღნიშნე და ეხლაც მინდა ხაზზე გავუსვა ვერ წარმომიდგენ მე თვითონ მუშაობდი საჯარო სამსახურში მინდა აი გითხრათ გულწრფელად ჩემი პირადი გამოცდილებიდან რომ რა თქმა უნდა გამოცდილების მიღების თვალსაზრისით საინტერესოა გარკვეულ ეტაპზე საჯარო სამსახური მაგრამ აბსოლუტურად დაუფასებელია საჯარო სამსახური საქართველოში აი განვლილი პერიოდიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ კიდევ ერთხელ ადამიანები მუშაობენ ერთ დღეს მეორე დღეს შეიძლება აბსოლუტურად ცხოვრების დაწყება მოუწიოთ ნოლიდან და კიდევ ახლა დამატებითი ბიუროკრატიის შემოტანა ამ სფეროში მე ვფიქრობ აბსოლუტურად შეუძლებელს გახდეს და არა მიმზიდველს გახდეს დიდი მადლობა დასრულდა თქვენი დრო ქალბატონ მაგული შეუძლებელი არ დავეთანხმოთ კონკურსების ფორმალურობასთან დაკავშირებით გაჟღერებულ საკითხს. ვინაიდან ნამდვილად ვეთანხმებით ფორმალურია კონკურსები, ის არ წობს ხელს კადრებით, ესე იგი, ისეთი კადრებით უზრუნველყოფა საჯარო სამსახურების, რომლებიც სრულად შეესაბამებიან მათდამი დაყენებულ მოთხოვნებს. ჩვენი მიდგომა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არის ასეთი, რომ უნდა აი მოხდეს მეთქი როგორც ვახსენე პროგრამული ბიუჯეტირება, ისევ იგივეს უბრუნდები. გეგმა წინასწარ არის გაწერილი და ყოველ 4 წლიანი პერიოდულობით ნულიდან რო იწყებს ხელისუფლება თავის საქმიანობას და განხორციელებას გეგმებისას, ასე არ უნდა ხდებოდეს. უნდა იყოს გაწერილი პროგრამა, რომლის შესაბამისად გარკვეული ეტაპზე გარკვეული ამოცანებაა შესასრულებელი და შესაბამისად ამისა უნდა იყოს არ დაჭირდება მას კონკურსები, ვინაიდან ისეთ კადრებს ავარჩევთ, რომელიც დასჭირდება. გასაგებია. ქალბატონო ირინე. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ იმისთვის, რომ ეფექტურად განხორციელდეს საქმიანობა სახელმწიფო სტრუქტურაში, ამისთვის კიდევ ერთხელ გამომევარდები, აუცილებელი არის, რომ სახელმწიფო აპარატში იყოს მოქნილი, კვალიფიციური და ოპტიმალური რაოდენობის კადრები. და ამ კადრებს უნდა გქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ მათი მიერ შესრულებული სამსახური ადეკვატურად იყოს ანაზღაურებადი. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დღევანდელ სინამდვილეში ძალიან ბევრ საჯარო სტრუქტურაში ანაზღაურების პრობლემა დგას და ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი თითოეული ადამიანისთვის, რომელიც 7 საათიანი სამუშაო გრაფიკის გამო შეიძლება უწევდეს მაგალითად 9 საათი მუშაობა და მასი ანაზღაურება უნდა იყოს ადეკვატური იმ გაწეული შრომისა, რასაც ისინი წევენ. იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ისინი არიან საჯარო მოხელეები, საჯარო საქმიანობა, პირველ რიგში ეს არის ინტელექტუალური საქმიანობა და ეს ითხოვს ძალიან დიდ შრომის მოყვარეობას. ძალიან დიდი მადლობა. გადავდივართ მესამე საკითხზე. ბატონ დავით, ამ წრეს ვიწყებთ თქვენი, თუნდა გადავიდეთ სიპებზე და აიპებზე. საჯარო სამსახურში საქართველოში არის 2500-ზე მეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და 1000-ზე მეტი მუნიციპალური არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი და ისინი სხვადასხვა სერვისს აწვდიან მოსახლეობას და განკარგავენ საჯარო ფინანსების 2 მილიარდს. თუმცა ადმინისტრაციულ ხარჯებში იხარჯება 500 მილიონზე მეტი. თქვენი პარტიის ხედვით უნდა გაუქმდეს თუ არა სიპების და აიპების ეს კონკრეტული რაოდენობა და თუ თვლით, რომ საგრძნობლად უნდა შემცირდეს, მაშინ ვინ უნდა მიაწოდოს აღნიშნული სერვისი მოსახლეობას? აუცილებლად გასაუქმებელია, მათი შეიძლება ითქვას ძალიან დიდი ნაწილი, მაგალითად იგივე მუნიციპალურ აიპებზე შემეძლია ვთქვა, ბოლო წლების განმავლობაში, აი რამდენიმე 2-3 წელია, აი ამის გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა აიპების რიცხვი. ხო, აქ რაშია საქმე, რა ხდება, რატომ? რეალურად ხდება ასეთი რაღაცა, რომ ვთქვათ, არის მუნიციპალიტეტებზე გამოყოფილი ბიუჯეტი, იმ ბიუჯეტით თქვათ უნდა გააკეთოს რაღაცა ორღობეროა სოფელში, იქ რაღაცა დაიგოს გზა, ხო? ამას განაცვლად კეთდება IP ორღობე, სადაც დასახდება ბიზაშვილი და მამიდაშვილი და აძლევენ იმას ხელფას, თქვათ 300 ლარს თვეში. აი ეს ხდება ძირითადად, მასიურად. ასეთი IP-ები გვაქვს ჩვენ მიღებული ყველა მუნიციპალიტეტებში რომ ნახოთ, ეს არის პარტიული აქტივისტების დასაქმებისთვის. მხოლოდ და მხოლოდ მეტი არაფრისთვის ძირითადად ხელისუფლება ამას იყენებს თავის რესურსად. აი ასე ასაქმებს. და ეს არის ნუ ძალიან მახინჯი პრაქტიკა. იგივე დიდწილად ეხლა თლად ასე არა, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი შემცირებელია ალბათ იმ სიპების რაოდენობა, რომელიც თავისუფლად შეიძლება იყოს კერძო კომპანიები, რომელიც მოგებაზე შეიძლება მუშაობდნენ, ასე რომ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომელიც აუცილებლად გმადლობთ. პეტრო ამირან. ჩვენ ზოგადად ვფიქრობ, რომ არ გვაქვს პოლიტიკაში ბელეტრისტიკის დრო. არ გვაქვს იმისი დრო, რომ წეროთ კანონები, ეს
ჩვენ დინამიკას თუ შევხედავთ, მაგალითად ბოლო 4 წლის განმავლობაში, რამ გამოიწვია ის განცდა, რომ საზოგადოება იმედგაცრუებული და საზოგადოება ვერ გრძნობს დინამიკას განვითარების. იმიტომ რომ იქნება უამრავი კანონი, იწერება უამრავი რაღაცა ბიუროკრატიული სისტემა, რომელიც საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ეფექტს ვერ ახდენს. ამიტომაც ეს სიპების და IP-ც არის აი ამ პროცესის თანმდევი ნაწილი. ჩვენ სახელმწიფო სექტორში 300 ლარზე დასაქმებული ადამიანები კი არ გვჭირდება, არამედ გვჭირდება კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანები, რომელიც კონკურენტუნარიან გარემოში ახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას და თვითგანვითარებას. თქვენ რაიონებში მე მინდა გითხრათ, ადამიანები იბრძვიან იმისათვის ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომ როგორმე მიაღწიონ იმას, რომ დასაქმდნენ რომელიმე სიფში ან IP-ში 300 ლარი ან 400 ლარიან სამსახურზე და ეს მახინჯი პრაქტიკა არის აუცილებლად გასაუქმებელი. ქალბატონ მაგული. ესე იგი IP-ებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ასეთი მოსაზრება, რომ IP-ები ეს არის ჩრდილოვანი, ასე ვთქვათ, კაბინეტები, ვინაიდან აქ არ ხდება, ესე იგი ვერ ხდება ინფორმაციის სწორად გამოტანა, თუ რა ხარჯები არის, რა კადრები, რა შტატებია შიგნით დასაქმებული, ვინაიდან ისინი არ არიან საჯარო სტრუქტურიზებული ორგანოები და ამდენად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაც პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს. ამავდროულად ეს ხელს უშლის ვინაიდან შესაძლო არის კერძო სექტორში რომ გადაინაცვლოს იმან, რასაც ეს IP-ის ადმინისტრაცია მესვეორობს, იმ კერძო სექტორმა უკეთესად განახორციელოს აღნიშნული, მაგალითად მოგეხსენებათ IP-ები იქმნება სახელოვნებო, მუსიკალური, კულტურის, სპორტის და სხვადასხვა მიზნების განსახორციელებლად ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტებში. და თუ კი კერძო იქნება ეს სტრუქტურები, ისინი უფრო უკეთესად განახორციელებენ, ვიდრე მოწყალებას ელოდნენ დავუშვათ IP-ის ადმინისტრაციისგან ფინანსური დახმარებისაგან. დიდი მადლობა. ქალბატონი. რაც შეეხება SIP-ებს, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მოგეხსენებათ, რომ არსებობს საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ კანონი და მათი სტატუსი და ფუნქცია არის გაწერილი ამ კანონში, მაგრამ მე მინდა სხვა გავამახვილო ყურადღებას სხვა ასპექტზე. პირველი ეს არის ის, რომ SIP-ი არ უნდა იქცეს საქვეუწყებო სტრუქტურად და მაკონტროლებელი ორგანო უნდა ერეოდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ დონეზე, რა დონეზეც მას ამის უფლებას აძლევს კანონი. და მეორე, SIP-ების მომსახურება უნდა იყოს ადეკვატური, არ უნდა იყოს ორიენტირებული მოგებაზე და ის გადასახადი, რასაც ადამიანი მომხმარებელი მიდის და იღწის, ხო? ის უნდა იყოს შესაბამისი იმ ანაზღაურებისა, რისი გადახდის საშუალებაც აქვს მოქალაქეს. გასაგებია. ბატონო ვახო, არათუ SIP-ების და IP-ების, არამედ სამინისტროების გაუქმებას ითხოვთ. თქვენ ვინ უნდა მიაწოდოს აღნიშნული სერვისი მოსახლეობას? ოცნება როგორ გვაღატაკებს ცით. აი მაგალითად, ეხლა ქართულმა ოცნებამ რო არ ჩასვლა ჯაჭვლიანი ქართული ოცნების საპარლამენტო სიაში. მას უქმნიან მაღალმთიანი კურორტების რაღაცა SIP-ს თუ IP-ს თუ რაღაცას, რომლის დირექტორი უნდა გახდეს ეს ადამიანი. ანუ რაზე ვლაპარაკობთ? ანუ რა SIP-ები, ანუ რეალურად მაგალითად იმ 274,000 ადამიანიდან ბიუჯეტში ჩანს 115,000. დანარჩენი ბიუჯეტში უბრალოდ არ ჩანს. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, რომ იაპონიაში 10 ადამიანიდან დასაქმებული ადამიანიდან მხოლოდ 1 ადამიანი მუშაობს საჯარო სექტორში. ყველაზე ბიუროკრატიული ქვეყნებში, სკანდინავიაში და საქართველოში, სკანდინავიაზე 3 ადამიანიდან, რომელიც დასაქმებულია, 1-ზე მეტი, ანუ პროცენტულად რო ვთქვათ, მუშაობს საჯარო სექტორში. შეადარეთ, რომელ ეკონომიკას აქვს განვითარების შესაძლებლობა, სადაც ეს 1 ადამიანი 2 ადამიანს კიდია, თუ როცა 1 ადამიანი 10 ადამიანს კიდია. დიდი მადლობა. ბატონ დავით. მე თავისთავად მოგახსენეთ ამის თაობაზე უკვე მე მგონი ამ IP-ებსა და SIP-ებთან დაკავშირებით, ეს არის ის ტვირთი, რომელსაც აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს სახელმწიფო, აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს ბიუჯეტი და თავისუფლად შესაძლებელია ის ფუნქციები კერძო სექტორს დაეკისროს. საერთოდ იგივე სამინისტროებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან კაფეო ხედვა ისო, სამინისტროების შემცირება ძალიან თავისუფლად შეიძლება. მაგალითად, აი ახლავე შეიძლება 12 სამინისტრომდე ძალიან უმტკივნევლად იქნას დაყვანილი ის 19 სამინისტრო, რაღაცები შეუერთდეს, რაღაცა გამოუერთდეს, რაღაცა შემცირდეს, ელემენტარულად გაუქმდეს. ხოთაშორის ეს ძალიან შეიძლება ტკივნეული პროცესი იყოს, მაგრამ იგივე სახელმწიფო მოხელეთა შემცირება არის აუცილებელი. გადასახედი ეს ამბავი რაღაცნაირად გამოსაცხადებელია კონკურსი, რაღაც ტესტირება შეიძლება შემოღებული იქნას, ყოველ შემთხვევაში ამის გარეშე ვერც დეპოლიტიზირება ვერ მოხდება და ვერც ეკონომიკა ვერ გამოთავისუფლდება აი ამ ბორგილებისგან. ბატონო ამირა.
ეხლა არ მინდა რაღაცა ერთ პერსონაჟზე ვისაუბროთ დიდხანს, მაგრამ მაგალითის იმიტომ რომ ეს პროცესი თვითონ სახია ამ სიტუაციის. ეხლა ჯაჭულიანზე მინდა ვთქვა, მე თვითონ ვარ გრდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ჯაჭულიანი ჯერჯერობით მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი გრდანის. გრდანში არის ორი სოფელი, ბერთუბანი და გიორგი წმინდა, სადაც კანალიზაციის სისტემა ან 21 საუკუნეში მაპატიეთ, მაგრამ ჩეჩმაში დადიან ადამიანები, არ არის ინტერნეტი, არ არის საბავშვო ბაღი, ძალიან ბევრი პრობლემა. და ერთხელ არ მისულა რეალურად ერთხელაც კი არ მისულა 4 წლის განმავლობაში თავისივე საარჩევნო ოლქში ამ ორ სოფელში სოფელიც არის შეერთებულია თბილისთან უბანია და არ დაინტერესებულა ამ პრობლემით და რომელი მთის კურორტები უნდა განავითაროს როდესაც საკუთარ საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში კანალიზაციის პრობლემა ვერ გადაუწყვიტა 4 წლის განმავლობაში ჩვეულებრივ ადამიანებს ამიტომაც მე ვფიქრობ აი ეს ბიუროკრატიული სისტემების შექმნა საბოლოო ჯამში იწვევს აი ამ დიდი პრობლემის წარმოშობას რაც ჩვენ გაღარიბებას ჩვენი ეკონომიკის განუვითარებლობას და აი ამ ფრუსტრაციას იწვევს შემდგომ საზოგადოებაში. ქალწერ მაგული. მოგახსენებთ, ესე იგი აღნიშნული პრობლემიდან გამოსავალი ჩვენ მიგვაჩნია, რომ არის რეალური დეცენტრალიზაცია, რომელიც უნდა განხორციელდეს. ამჟამად ჩვენთან საჯარო მმართველობა, ისევე როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობის რგოლში არის ძველი საბჭოური მოდელის სახესხვაობა, ანუ ვერტიკალური მმართველობა არის. უნდა მოხდეს რეალური დეცენტრალიზაცია, რაც საშუალებას მისცემს ადგილობრივ მმართველობას, რომ მან საკუთარი ბიუჯეტის შექმნას შეადგინოს იმ საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების ფონზე, რომელიც ექნება და ამავდროულად მას უნდა გადაეცეს თავისი ფუნქციების, რომელიც ესე იგი მან უნდა წინასწარ განსაზღვროს გეგმა მოსახლეობასთან შეთანხმებით და სახელმწიფომ უნდა გადასცეს, უნდა მოხდეს ინვენტარიზაცია, შესაბამისი ქონება გადასცეს აღნიშნული ფუნქციების განსახორციელება. ქალბატონი რიგში ალბათ მნიშვნელოვანია პირველი ის, რომ სიპებმა შეასრულონ თავიანთი ფუნქცია, სრულყოფილად შეასრულონ. და შემდგომ უკვე იმ შემთხვევაში თუ სიპები ვერ ასრულებენ ამ ფუნქციას და წარმოიქმნება მას გვარი რამდენიმე სხვადასხვა სიპი ან აიპი არა აქვს ამას მნიშვნელობა, რა თქმა უნდა აუცილებელი არის რომ შემცირდეს მათი რაოდენობა და აუცილებელი არის რომ მათი ფუნქციონირება იყოს ორიენტირებული მომსახურებაზე, საფუძვლიან მომსახურებაზე და იმაზე რომ მოქალაქეებს არ აქვს მნიშვნელობა რომელ სიპზე ვსაუბრობთ, ხომ ასეა, მოქალაქეებს შეეძლოთ მიიღონ ის იმ დონის მომსახურება, რისთვისაც ისინი მიმართავენ სიპს. პატრონ ვახტანგ. რასთან დაკავშირებით? სიპების და აიპების საკითხთან დაკავშირებით. ძირითადად ყველა თქვენი მე მგონია რომ მაგაზე უკვე გამოვთქვი აზრი, ანუ რეალურად მაშინ გავაგრძელებ. სინამდვილეში მარტო უფრო მეტი დეტალი გითხრათ. დაუშვათ რა რაოდენობის სიპების შეიძლება თუ არა განახევრება და ვინ შეიძლება მიაწოდოს ეს. ვინაიდან ეს ინფორმაცია ფაქტობრივად არის სამეცნიერო კვლევის საგანი საქართველოში, იმიტომ რომ იმდენად დახურულია ეს ინფორმაცია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია თქვა ისევე ვიცოდეთ, როგორც ვიცით სახელმწიფო ბიუჯეტი, მაგალითად და ჩვენი პარტიის ხედვას გეტყვით. სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებიდან, რაც ჩვენ თქვა 2017 წელს გვაქვს დაგეგმილი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გათავისუფლდეს 40,000 საჯარო მოხელე. მათი კომპენსაციების და ასე შემდეგ, ანუ ეს არ არის ადამიანების დაზარალება, არამედ კონკრეტულად საჭიროა შემცირება ამ მასშტაბის, მათ შორის სამინისტროების გაერთიანებით. ასეთ პასუხს ჩვენგან ვერ გაიგებთ აიპებზე და სიპებზე, იმიტომ რომ ფიზიკურად არ გვაქვს ინფორმაცია. გვაქვს მხოლოდ წაკითხული კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციის, რომელიც ამას აღწერს. სხვა ინფორმაცია ფაფუ არა. ძალიან დიდი მადლობა. უნდა შევისვენოთ რამდენიმე წუთით რეკლამის შემდეგ 59 წამი არჩევნები 2016 პირდაპირ ეთერში დაბრუნდება. დროებით. გამოთქმულ აზრებს მაყურებელი აფასებს 59 წამი კამათი წესების დაცვით. ყოველ კვირას საღამოს 9 საათზე GDS-ზე წამზო მიირთვება. რამდენს უნდა ხარჯავდეს სახელმწიფო ბიუროკრატიაზე? რამდენად აუცილებლად მიიჩნევენ პარტიები ამა თუ იმ სამინისტროს ან მათი ქვეუწყებების გაუქმებას? როგორ აფასებენ საარჩევნო სუბიექტები ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ მმართველობის რეფორმას და თავად როგორ გეგმავენ საჯარო სამსახურების ეფექტიანობის გაზრდას? გადაცემაში 59 წამი არჩევნები 2016 ვკამათობთ საჯარო სამსახურის რეფორმირების გზებზე.
ამ სტუდიაში გამოთქმულ აზრებს მაყურებელი აფასებს. სადაც არის ძლიერი პოლიტიკური პარტიები, ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიას აქვს საფუძველი. ქალთა მონაწილეობის ზრდით ქვეყანაში მდგომარეობა იცვლება. ხელახლა ჩანს, რომ ჯერ კიდევ არ გვიპოვია, ასე ვთქვათ, ეროვნული იდეა. ოპოზიციურ პარტიებს დღეს ყველაზე გავლენიანი მედია საშუალებები აქვთ ხელთ. მთავრობამ უნდა განსაზღვროს ტრანსპორტით უზრუნველყოფა. იდივარ ძალიან ნიშნულოვანი ნაბიჯები წინ დემოკრატიისკენ. იმ ვარიანტს, რომელიც შემოგთავაზა ხელისუფლებამ, აქვს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეც. 59 წამი კამათი წესების დაცვით. განათლების შეზღუდვა არც პირდაპირ მიმულია დასაქმების შანსების ხელიდან გაშვებაზე. დიდი სხვაობა ამ სასჯელებს შორის არ არსებობს. მოხდეს მოხმარების დეკრიმინალიზაცია. კაი, ჯიგრული ქართული ток-შოუ გავაკეთოთ. კი არ ვისაუბროთ დაჟანზე, არამედ ვისაუბროთ აღზრდაზე. ყველა ჩვენი იდეოლოგია მიმართულია იქითკენ, რომ ემსახუროს ადამიანის ინტერესებს. თავისუფლება ყველასთვის და არა ერთეულებისთვის. თავისუფლება შიშისგან და გაჭირვებისგან. 59 წამი კამათი წესების დაცვით. ამ სტუდიაში მოწვეულ სტუმრებს აქვთ თანაბარი დრო. 59 წამი იმისთვის, რომ საკუთარი აზრი გამოთქვან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და სოციალურ საკითხებზე. მიმარჯვებს ის, ვისაც აქვს წოდება. პოლიტიკურ მოულოდნელობების ჯაჭვი იყო, საქმე და მე დანარჩენი. არის სწორი მიმართულებით ასევე ნაბიჯი, მაგრამ ჩემს ეს და არასაკმარის. განათლებაში მშობლის როლი არის ძალიან გულისხმობს რეფორმა არაძალადობრივ გარემოს. კვირის მთავარი თემები: ინტერაქტივი და საუკეთესო სივრცე მაყურებლისთვის სწორი დასკვნების გამოსატანად. ყოველ კვირას საღამოს 9 საათზე. განსხვავებული პოზიციები და ექსკლუზიური ფორმატი. გადაცემა, სადაც სტუმრები ერთმანეთს უსმენენ, არაწყვეტინებენ და სათქმელს 59 წამში ამბობენ. ამ სტუდიაში გამოთქმულ აზრებს მაყურებელი აფასებს. 59 წამი კამათი წესების დაცვით. ყოველ კვირას საღამოს 9 საათზე GDS-ზე წამზო მიირთვება. რამდენს უნდა ხარჯავდეს სახელმწიფო ბიუროკრატიაზე? რამდენად აუცილებლად მიიჩნევენ პარტიები ამა თუ იმ სამინისტროს ან მათი ქვეუწყებების გაუქმებას? როგორ აფასებენ საარჩევნო სუბიექტები ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ მმართველობის რეფორმას და თავად როგორ გეგმავენ საჯარო სამსახურების ეფექტიანობის გაზრდას? გადაცემაში 59 წამი არჩევნები 2016 ვკამათობთ საჯარო სამსახურის რეფორმირების გზებზე. ამ სტუდიაში გამოთქმულ აზრებს მაყურებელი აფასებს. სადაც არის ძლიერი პოლიტიკური პარტიები, ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიას აქვს საფუძველი. ქალთა მონაწილეობის ზრდით ქვეყანაში მდგომარეობა იცვლება. ხელახლა ჩანს, რომ ჯერ კიდევ არ გვიპოვია, ასე ვთქვათ, ეროვნული იდეა. ოპოზიციურ პარტიებს დღეს ყველაზე გავლენიანი მედია საშუალებები აქვთ ხელთ. მთავრობამ უნდა განსაზღვროს ტრანსპორტით უზრუნველყოფა. იდივარ ძალიან ნიშნულოვანი ნაბიჯები წინ დემოკრატიისკენ. იმ ვარიანტს, რომელიც შემოგთავაზა ხელისუფლებამ, აქვს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეც. 59 წამი კამათი წესების დაცვით. განათლების შეზღუდვა არც პირდაპირ მიმულია დასაქმების შანსების ხელიდან გაშვებაზე. დიდი სხვაობა ამ სასჯელებს შორის არ არსებობს. მოხდეს მოხმარების დეკრიმინალიზაცია. კაი, ჯიგრული ქართული ток-შოუ გავაკეთოთ. კი არ ვისაუბროთ დაჟანზე, არამედ ვისაუბროთ აღზრდაზე. ყველა ჩვენი იდეოლოგია მიმართულია იქითკენ, რომ ემსახუროს ადამიანის ინტერესებს. თავისუფლება ყველასთვის და არა ერთეულებისთვის. თავისუფლება შიშისგან და გაჭირვებისგან. 59 წამი კამათი წესების დაცვით. ამ სტუდიაში მოწვეულ სტუმრებს აქვთ თანაბარი დრო. 59 წამი იმისთვის, რომ საკუთარი აზრი გამოთქვან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და სოციალურ საკითხებზე. მიმარჯვებს ის, ვისაც აქვს წოდება. პოლიტიკურ მოულოდნელობების ჯაჭვი იყო, საქმე და მე დანარჩენი. არის სწორი მიმართულებით ასევე ნაბიჯი, მაგრამ ჩემს ეს და არასაკმარის. განათლებაში მშობლის როლი არის ძალიან გულისხმობს რეფორმა არაძალადობრივ გარემოს. კვირის მთავარი თემები: ინტერაქტივი და საუკეთესო სივრცე მაყურებლისთვის სწორი დასკვნების გამოსატანად. ყოველ კვირას საღამოს 9 საათზე. განსხვავებული პოზიციები და ექსკლუზიური ფორმატი.
გადაცემა, სადაც სტუმრები ერთმანეთს უსმენენ, არაწყვეტინებენ და სათქმელს 59 წამში ამბობენ. ამ სტუდიაში გამოთქმულ აზრებს მაყურებელი აფასებს. 59 წამი კამათი წესების დაცვით. ყოველ კვირას საღამოს 9 საათზე GDS-ზე წამზომი ირთვება. რამდენს უნდა ხარჯავდეს სახელმწიფო ბიუროკრატიაზე? რამდენად აუცილებლად მიიჩნევენ პარტიები ამა თუ იმ სამინისტროს ან მათი ქვეუწყებების გაუქმებას? როგორ აფასებენ საარჩევნო სუბიექტები ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ მმართველობის რეფორმას და თავად როგორ გეგმავენ საჯარო სამსახურების ეფექტიანობის გაზრდას? გადაცემაში 59 წამი არჩევნები 2016 ვკამათობთ საჯარო სამსახურის რეფორმირების გზებზე. ამ სტუდიაში გამოთქმულ აზრებს მაყურებელი აფასებს. სადაც არის ძლიერი პოლიტიკური პარტიები, ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიას აქვს საფუძველი. ქალთა მონაწილეობის ზრდით ქვეყანაში მდგომარეობა იცვლება. ხელახლა ჩანს, რომ ჯერ კიდევ არ გვიპოვია, ასე ვთქვათ, ეროვნული იდეა. ოპოზიციურ პარტიებს დღეს ყველაზე გავლენიანი მედია საშუალებები აქვთ ხელთ. მთავრობამ უნდა განსაზღვროს ტრანსპორტით უზრუნველყოფა. იდივარ ძალიან ნიშნულოვანი ნაბიჯები წინ დემოკრატიისკენ. იმ ვარიანტს, რომელიც შემოგთავაზა ხელისუფლებამ, აქვს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი. 59 წამი კამათი წესების დაცვით. განათლების შეზღუდვა არაც პირდაპირ მიმულია დასაქმების შანსებს. გუნდი პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ პოლიტიკურ საარჩევნო დებატს, რომელიც ინტეგრირებულია გადაცემაში 59 წამი. საუბრობთ პარტიების ინიციატივებზე თუ როგორ აპირებენ გარდაქმნან საჯარო მმართველობის არსებული სისტემა. გადავდივართ მეოთხე საკითხზე. ბატონო ამირან, ვიწყებთ თქვენგან. თქვენი პარტია რას გააკეთებს ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის შექმნისთვის და საჯარო მოხელეთა პროფესიონალიზმის შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის, რაც აუცილებელი წინაპირობაა თვითმმართველი ორგანოების ეფექტური ფუნქციონირებისთვის? ესე იგი 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა პრაქტიკულად ჩაფლავდა. ამისი ძირითადი ორი მიზეზი არსებობს. პირველი ის, რომ საბიუჯეტო დაფინანსება, მან თუ არ აქვს თვითმმართველობას რეალურად ფინანსები და დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ბუნებრივია რომ ეს თვითმმართველობა ეფექტური ვერ იქნება და მეორე პოლიტიკური სისტემა. რას გულისხმობს ეს? თუ ადრე კუდი მართავდა ადგილზე სიტუაციას და კუდის გარეშე მარტივად რომ თქვათ, ხა უტრირება შეიძლება ვაკეთო, მაგრამ დამლაგებელიც ვერ დაინიშნებოდა და სკოლის პედაგოგი და დირექტორი ვერ დაინიშნებოდა კონკრეტულ რაიონში თანამდებობაზე, დღეს ამ ფუნქციას ჭალებში წარმატებით ახორციელებს სუსი. შესაბამისად, ეს ორი პრობლემა, ერთი დეპოლიტიზაცია, მეორე მეტი დამოუკიდებლობის, მეტი თავისუფლების, მეტი ფინანსების მიცემა თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოებისათვის და ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატები პირველი რასაც გააკეთებენ ამ მიმართულებით არის სრული დეპოლიტიზაცია, მეტი თავისუფლება, მეტი პროფესიონალიზმი ადგილებზე, ეს უზრუნველყოფს ადგილებზე საჯარო მმართველობის გაუმჯობესებას. ქალბატონო მაგული. ჩვენი აზრით იმისათვის, რომ ადგილობრივ დონეზე მოხდეს გაუმჯობესება საჯარო მმართველობის, ამისათვის საჭირო გახდება ესე იგი, რომ მათ გააჩნდეთ, როგორც წეღან აღნიშნე, უნდა ქონდეთ დამოუკიდებელი ბიუჯეტი. ახლაც აქვთ დამოუკიდებელი ბიუჯეტი, უბრალოდ მათ არ შეუძლიათ საკუთარი გეგმების და მიზნების შესაბამისად, რომელიც პრიორიტეტულად გეგმიურად უნდა დასახონ ჩვენი ეროვნული ფორუმის ბიუჯეტირების პროგრამიდან გამომდინარე, ესე ვთვლით, მათ არ ექნებათ საშუალება, რომ აი ეს საკუთარი ბიუჯეტი შექმნან და შესაბამისად განახორციელონ მათ წინაშე მდგარი ამოცანები, ვინაიდან ფინანსთა სამინისტროზეა დამოკიდებული განხორციელება იმ გეგმების თუ იმ ამოცანების, რაც მიმდინარედ შეიძლება დადგეს თვითმმართველი ორგანოების მუნიციპალიტეტების წინაშე და შესაძლოა იმ წუთში არ მოხდეს დაფინანსება და ეს საკითხი, ასე ვთქვათ, ვერ იქნეს განხორციელებული. ქალბატონო ირინე. ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარება პირველ რიგში უნდა განაპირობოს საჯაროობამ. პირველი ეს არის, რაც მნიშვნელოვანი არის აბსოლუტურად ყველასთვის, რაც უფრო ღიად საჯარო და მოქნილი იქნება ეს სამი კომპონენტისგან შემდგარი იქნება ეს ინსტიტუტი, მით უფრო მარტივი იქნება ყველაფრის უკეთ გაკეთება. რაც შეეხება თვითონ კადრებს, საჯარო მოხელეებზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და აქაც არ არის გამონაკლისის შემთხვევა. კვალიფიციური კადრი საჭირო არის აბსოლუტურად ყველგან და ეს არის აბსოლუტურად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ნებისმიერ შტომ, ნებისმიერმა რგოლმა შეასრულოს თავისი საქმე უმაღლეს დონეზე. გასაგებია. ბატონო ვახო.
პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა კონდეს გარანტირებული ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი დაფინანსება. აი უკვე ახსენეს ეს და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ამბავი. ფინანსური გარანტიები უზრუნველყოფს იმას, რომ ადგილობრივი ხელისუფლება პოლიტიკურად არ იყოს დამოკიდებული ცენტრალურ ხელისუფლებას. შემდეგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ უნდა მივიდეს ეს ფული, ხო? ანუ რაც უფრო პატარა გვეყოლება თვითმმართველობა, მით უფრო ანგარიშვალდებულად იგრძნობს თავს ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. რა მდგომარეობა გვაქვს დღეს? დღეს მაგალითად, ნახევარი არა, მაგრამ უდიდესი ნაწილი საქართველოში ცხოვრობს თბილისში და ყავს რაღაც უზარმაზარი მერია, რომელმაც უნდა მოაგვაროს რაღაც უბნების პრობლემები, არ ვიცი, რაღაც ვარკეთილშიც, რაღაც რა ქვია, წავკიში იქნება თუ წყნეთში, ხო? საჭიროა რომ თვითმმართველი ერთეულები დაპატარავდეს, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი ზეგავლენა თავის არჩეულ პირებს. დიდი მადლობა. ბატონ დავით. ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის დასამკვიდრებლად უპირველეს ყოვლისა საჭიროა რეალური დეცენტრალიზაცია. რესპუბლიკელები ვიყავით ერთ-ერთი ინიციატორები და სადღაც ავტორებიც თვითმმართველობის რეფორმისა, რომელიც დაიწყო უფრო მეტი ამბიციით და კარგად დაიწყო, მაგრამ გაჩერდა და პრაქტიკულად ვერ განვითარდა და ვერ შედგა. ეს რეფორმა, იმიტომ რომ ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა თვითონ ხელისუფლების შიგნით, ვერცერთმა ხელისუფლებამ ჯერჯერობით ვერ თქვა უარი ცენტრალიზებულ პერკეტებზე, ძალოვანი სტრუქტურებზე, რომელიც მეშვეობითაც რეალურად ხდება იქ პოლიტიკური პროცესების და ზოგჯერ სამეურნეო პროცესების მართვაც და ბიზნესში ჩარევა, დღემდე ხდება ეს ამბები. სამწუხაროდ რა თქმა უნდა, ჯერ არის საჭირო დეცენტრალიზაცია, სერიოზული დეცენტრალიზაცია, ფინანსური დეცენტრალიზაცია, საგადასახადო დეცენტრალიზაციას თუ გნება გაცილებით მეტი უფლებამოსილების გადაცემა ცენტრალური უწყებებიდან ადგილებს. ამის მერე შეიძლება ვილაპარაკოთ რეალურად იქ საჯარო მოხელეების, ასე ვთქვათ, ინსტიტუტის უფრო სრულყოფას. ეს არის წინსწრები. ბატონო ამირან, 59 წამი გაქვთ, დაზუსტებისთვის გამოიყენებთ ალბათ და თქვენი პარტიის ძალიან მნიშვნელოვანია თელს ამ პროცესში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მნიშვნელოვანია ადამიანებმა საჯარო სამსახურში იგრძნონ თავი დაცულად. ეს არის უპირველესი ამოსავალი წერტილი. რა არის ამისი გარანტორი? ერთი ის რომ რა თქმა უნდა იყოს პოლიტიკური ზეგავლენებისგან გათავისუფლებული, მათ შორის რა თქმა უნდა ადგილობრივი თვითმმართველობა, მაგრამ მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საპენსიო რეფორმის უზრუნველყოფა. ჩვენ ახლა გუშინ მაგალითად ვნახეთ ქართული ოცნების საარჩევნო პლატფორმა და რეალურად ფაქტია რომ არანაირი პენსიის ზრდაზე იქ რეალურად ლაპარაკი არ არის. ლაპარაკი არა დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე, რასაც თავისუფალი დემოკრატები ძალიან დიდი ხანია ლობირებთ და ვცდილობთ რომ რაღაცნაირად ეს რეფორმა გატარდეს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ადგილობრივი თვითმმართველობისთვისაც მათ შორის? იმიტომ რომ ადამიანმა, როდესაც დაასრულებს თავის საქმიანობა საჯარო სამსახურში, იგრძნოს რომ ის არის დაცული და მას უზრუნველყოფილი აქვს სიბერე და ღირსეულად იცხოვრებს და ღირსეულად თავს საზოგადოების ღირსეულს უფასოვან წევრად. გმადლობთ. ქალბატონ მაგული. როგორც წინა გამოსვლაში ვთქვი, ესე იგი ამ მიზნის განსახორციელებლად ჩვენი ეროვნული ფორუმის პროგრამის მიხედვით გვაქვს ჩვენი ესე იგი ხედვა და უმთავრეს წარმოადგენს ამ საკითხის წარმატებით გადასაჭრელად სწორედ პოლიტიკური და პოლიტიკური და ფინანსური დეცენტრალიზაცია, ოღონდ რეალური დეცენტრალიზაცია და ეს განაპირობებს აუცილებლად მიღწევას გამარჯვებისას ამ მმართველობის ეფექტური მმართველობის სფეროში. ამავდროულად მიგვაჩნია რომ უნდა ხდებოდეს და უნდა მოხდეს აუცილებლად ბიუჯეტის ხარჯების ოპტიმიზაცია და ასეთი არაეფექტური ხარჯვისგან თავის დაღწევა, ზედმეტი ხარჯები ხარჯება ადმინისტრაციის შენახვაზე, აპარატის თანამდებობის პირების გარდა საჯარო მოხელეებსაც კი ემსახურებათ ავტომობილები და ვთქვათ სხვადასხვა ოფისები, ძვირადღირებული და ასე შემდეგ. დიდი მადლობა. დასრულდა თქვენი დრო. ქალბატონო ირინე, ღია საჯარო მოქნილი ამ სამი კომპონენტის იქით. როგორ უნდა მოხდეს ღია საჯარო მოქნილი, თქვენ ამბობთ. ამ სამი კომპონენტის იქით, როგორ უნდა მოხდეს ადგილობრივ დონეზე მმართველობის გაუმჯობესება? ადგილობრივ დონეზე მმართველობის გაუმჯობესება შესაძლებელია მოხდეს არა მარტო იმ კოდექსიდან გამომდინარე, რომელიც მიღებული იქნა 2014 წელს და რომელსაც თქვენი სტუმრები მიიჩნევენ არასრულყოფილად, მათ შორის მეც, მაგრამ გარდა მაგისა აუცილებელია იყოს კომუნიკაცია
კომუნიკაცია. ყველაზე დიდი პრობლემა არის საჯაროობა, კომუნიკაცია, ვინაიდან არ იციან, რა ხდება, რა რეალური პრობლემები არსებობს ქალაქში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო არ არის ინფორმირებული სრულყოფილად. მან შეიძლება რაღაცა პრობლემა ყურმოყვრით გაიგოს, მაგრამ მისი გადაჭრის გზა არსებობს მრავალნაირი, არა მარტო კანონისეული, არამედ მოქნილად უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი, კომუნიკაცია უნდა იყოს საზოგადოებასა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს შორის. ბატონო ვახტანგ. ჩვენი აზრით რეალურად ადგილობრივი ხელისუფლება პოლიტიკური დანიშნულების ფუნქციებს კი არ უნდა ასრულებს, ანუ რაღაც არის ფაქტიურად რაღაც სამეურნეო ტიპის რაღაცა სტრუქტურა, ხო, რომელსაც გარკვეული ფუნქციები კიდევ სკვერი იქნება, გზა იქნება, რაღაც ის რაც ჯერჯერობით კიდევ არ არის კერძო სექტორში, ანუ რაღაც გზა, კანალიზაცია, კომუნიკაციები, ხო? ანუ ამის ადგილობრივ დონეზე მოწესრიგება აქვს პრიორიტეტად. ამას რა სჭირდება? ამას სჭირდება პროექტის მენეჯერი. ამას სჭირდება ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველაზე ეფექტურად შეისყიდოს მსგავსი მომსახურებები კერძო სექტორში. ხო, ანუ რეალურად რაღაც გადაფასებაა საჭირო, აი რა გვინდა ჩვენ ადგილობრივი ხელისუფლებისგან და თუ ჩვენ ეს გვინდა, მაშინ ესე იგი ამ ადამიანებს მეწეყან რასაც ვამობდი იმას ვაგრძელებ. უნდა კონდეს ზეგავლენის საშუალება, ზეგავლენის საშუალება საკუთარ არჩეულ მოხელეებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ის გახდეს ეფექტური. ყველაფერი დანარჩენი უაზროა. ბატონ დავით, რა უნდა რესპუბლიკურ პარტიას ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღოს? ადგილობრივი ხელისუფლების როგორც გითხარით, პირველი სკოლისა ყველაფერი ფინანსური ბერკეტები არის აუცილებელი, მას რო კონდეს მეორე მხრივ ნამდვილად საჭიროებს ეს სამსახური გარდაქმნას იგივე სტრუქტურულ დონეზე, იმიტომ რომ ერთია უნდა იყოს უფრო ახლოს ადამიანებთან, ასე ვთქვათ, ქალაქების, სოფლების უფრო აი უშუალო შეხებაში, მეორე მხრივ ალბათ უფრო მეტ ყურადღება უნდა მიექცეს ისევე სამხარეო მომენტსაც, ანუ მეტი ფუნქციები უნდა იქნეს გაცემული ცენტრალური ხელისუფლებისგან, მეტი ფუნქციები სამინისტროებისგან გადაცემული ადგილზე, აბსოლუტურად ყველა სფეროში. ეს არის პირველადი, ასე ვთქვათ, პირობა იმისი, რომ ამ სტრუქტურებმა იფუნქციონირონ სერიოზულად. და არ მოექცენ რაღაც ცენტრალური ხელისუფლების, როგორც რეგიონული მართვის სამინისტრო, ან ეს უშიშროების სამსახური საერთოდ უნდა იყოს გაყვანილი საერთოდ მართვის ფუნქციებიდან ბუნებრივია. დღეს პრაქტიკულად ყველგანი უშიშროების სამსახურია მთავარი სტრუქტურა, ამისთვის საჭიროა საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება უკვე უშიშროების სამსახურზე, რათა მათ ხიდან არ მოხდეს ჩარევა და მეტ თავისუფლება კონდეს ადგილობრივ თვითმმართველობას. დიდი მადლობა. იწყება გადაცემის ბოლო ნაწილი. ახლა სტუმრებს ექნებათ საშუალება და 2:59 წამი იმისთვის, რომ ამ მრჩეველს გააცნონ ზოგადი ხედვები და თქვენი პარტიის პრიორიტეტები საჯარო მმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ და აუხსნათ თუ რატომ უნდა მისცეს ხმა კონკრეტულად თქვენ პარტიას. ქალბატონო მაგული. ვიწყებთ თქვენით. ჩვენს პოლიტიკურ, ესე იგი მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას ეროვნულ ფორუმს საჯარო მმართველობის სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით მოგახსენეთ წეღანაც და ეხლაც ვიმეორებ გააჩნია კონკრეტული ხედვა, რაც გაწერილი არის ეროვნული ფორუმის მიერ შემოთავაზებულ პროგრამაში. კონკრეტულად რას გულისხმობს ეს? ეს გულისხმობს, რომ უნდა მოხდეს ესე იგი გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება ქვეყნის განვითარებისა, აღნიშნული გეგმის შესაბამისად უნდა ხდებოდეს მისი ღონისძიებების გრაფიკის შედგენა, შესაბამისად მიზნობრივი ბიუჯეტის ასევე გრძელვადიანის შექმნა, რომელიც მტკიცდება პარლამენტის მიერ და ყოველწლიურად ბიუჯეტი, რომელიც მთავრობა პარლამენტზე გაიტანს, დასამტკიცებლად უნდა შესაბამებოდეს აღნიშნულ გრძელვადიან პროგრამულ ბიუჯეტს და იმის შესაბამისად უნდა იყოს შედგენილი და პარლამენტი აღარ უნდა აფინანსებდეს სხვა, ესე იგი, მიმართულებებს, თუ კი ის ამ პროგრამულ ბიუჯეტში არ არის განსაზღვრული. ეს გამოიწვევს იმას, რომ მოხდება ბიუჯეტის ხარჯების ეფექტიანი ხარჯვაც და არ იქნება ზედმეტი დაუშვათ გადინებები ბიუჯეტიდან. რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, მიგვაჩნია, რომ ესე იგი ეს კონკურსები, რომელიც ფორმალურია, ვერ უზრუნველყოფს მას და ამიტომ საჭირო არის, რომ თავიდან ჩვენი ამ პრიორიტეტული მასშტაბით ჩვენი გეგმის სტრატეგიის მიხედვით მოხდება იმ მიმართულებების განსაზღვრა, რომელიც
დარგობრივი მიმართულებების მიხედვით განსაზღვრა თუ რა სტრუქტურები უნდა ჩამოყალიბდეს, თუ რა რაოდენობის კადრია საჭირო საკადრო რესურსი აღნიშნული ამოცანების განსახორციელებლად და დაინტერესებული ვიქნებით, ცხადია რომ კვალიფიციური პროფესიონალები მოვიზიდოთ, რაც კონკურენციას შექმნისა და გამორიცხავს, ესე იგი, არაკვალიფიციური კადრის მიღებას და დიდი მადლობა. ქალბატონო ირინე, თოფაძე მრეწველების გეგმა საჯარო მმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით. მოგახსენებთ, პირველ რიგში ჩვენი პარტიისთვის მნიშვნელოვანი არის საჯარო რეფორმა, ესე ვთქვათ, და ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის ასპექტი, რაც მოიცავს კადრების შერჩევას და კვალიფიციური კადრების მოზიდვას სახელმწიფო სტრუქტურებში დასასაქმებლად. ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული პუნქტი ჩვენს პროგრამაში, რომელზეც ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვამახვილებთ, რაც შეეხება კონკრეტულად რა მიგვაჩნია პრიორიტეტად. პირველი, გავმეორდები, მთელი ამ გადაცემის განმავლობაში ამას ვსაუბრობდი და ეხლაც გავმეორდები, ეს არის მოქნილი, კვალიფიციური, ოპტიმალური კადრები. თითოეული ეს სამი კომპონენტი რეალურად გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, რომ შევქმნათ მაღალი დონის სახელმწიფო აპარატი, რომელიც შეძლებს იმას, რომ ემსახუროს თავის საქმეს ღირსეულად. დიდი მადლობა. ბატონო, ახლა როგორ უნდა გარდავქმნათ სახელმწიფო აპარატი, იმიტომ რომ 275,000 ადამიანი უკვე მუშაობს საჯარო სექტორში. ბლოკი პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის თავარი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის, რომ ამ ქვეყანაში დაიწყოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ანუ ადამიანებმა თვითონ თავისი შრომით დაიწყონ სიღარიბიდან გამოსვლა და აღარ გვეშინოდეს, რომ ჩვენი შვილები ამ ქვეყნიდან წავლენ. ამისთვის ძალიან ბევრი რაღაცაა, მაგრამ არსებობს რაღაც მთავარი საკითხები. ხო, ბევრი რამეა გასაკეთებელი. იგივე მაგალითად რაც იქნება ეკონომიკური რეფორმები, გადასახადების შემცირება, ეს იქნება ფულადი რეფორმა, თქვათ რაღაც მონეტარული პოლიტიკის ცვლილება, თუ ეს იქნება თქვათ ბიუროკრატიასთან დაკავშირებული საკითხები და ბიუროკრატია ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი, რომელსაც გვაქვს აი გამოკვეთილი ნათელი მსოფლმხედველობა, თუ როგორ შეიძლება ამ გაბერილი რაღაც უზარმაზარი ბიუროკრატიის ისე შემცირება, რომ ეს არ იყოს კონკრეტული ადამიანებისთვის განსაკუთრებულად მტკივნეული. ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩეველს, საზოგადოებას, ასეთ ხელშეკრულებას შეგვიძლია ასე დავარქვათ. ასეთ ხელშეკრულებას ჩვენ ვეუბნებით საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, რომ თუ თქვენ აი ამ ოპტიმიზაციის პროცესში დაკარგავთ სამსახურს, ჩვენ 1 წლის განმავლობაში შეგინარჩუნებთ იმ ხელფასს, რომელიც გაქვთ, ოღონდ თქვენ სამსახურში არიაროთ. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს უცნაურად ჟღერდეს, ამ ადამიანებზე იხარჯება ბევრად უფრო მეტი სახსრები, ვიდრე მათი ხელფასებია. მათი ჯიპები იქნება ეს, ანუ შენობების გათბობა და ასე შემდეგ. უზარმაზარი ხარჯებია გარდა მათი ხელფასების. ამ 1 წლის განმავლობაში ამ ადამიანებს, ვინც სახელმწიფო სამსახურიდან გადავა კერძო სექტორში, ჯერ ერთი მათ აქვთ კონტაქტები, ბევრად უკეთესი, ვიდრე იმ უმუშევრებს, რომლებიც საერთოდ არ არიან დასაქმებულები. ისინი ბევრად ადვილად იპოვიან სამსახურს. მათ შეუძლიათ საკუთარი ბიზნესი დაიწყონ. ამ გარანტიით, კომპენსაციის გარანტიით ბანკში სესხი აიღონ და ასე შემდეგ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უმტკივნეულოდ შესაძლებელია მკვეთრი შემცირება ბიუროკრატიის. გასაგებია. კაფეო დაპირება თქვენ ამომრჩეველს. ბატონ დავით, ახლა თქვენ გაქვთ 2.59. ხარსენებ ჩვენ მიგვაჩნია რესპუბლიკელებს, ეს არის ერთ-ერთი უნიშნელოვანესი რეფორმა, რაც საჯარო სამსახურებს რაც შეეხება, იმიტომ რომ საჯარო სამსახურების ეფექტურ ფუნქციონირებაზე დიდწილადაა დამოკიდებული თავისთავად სახელმწიფო წინსწრებში, დიდწილად არის სწორედ საჯარო სამსახურები. ეხლა აქ არის რამდენიმე მომენტი, როგორც გითხარით, პირველი სანამ კადრებამდე მივალთ, აუცილებელია ფუნქციონალურად რეფორმა, ანუ ფუნქციების გადანაწილება. დიდი ნაწილი ფუნქციების არა ცენტრალურ წყაროებს აქვს, უნდა გადავიდეს თვითმმართველობებზე და რეგიონებზე. სამეურნეო ფუნქციები და პრაქტიკულად უნდა იყოს სახელმწიფო სტრუქტურები გათავისუფლებული, სამინისტროები და მათ კონდეთ ძირითადად მონიტორინგის ფუნქცია, შეფასების ფუნქცია, პოლიტიკის გატარების ფუნქცია, აქედან გამომდინარე უნდა შეიჩეს მერე კადრები. ჩვენც მიგვაჩნია, რომ სერიოზულად შესამცირებელია ფუნქციური ცვლილება აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ კადრების ცვლილების და შემცირების საჭიროებას დადგება და ასევე შესაძლებელია რაღაც გარდამავალი პერიოდი რომ ეს მოხდეს უმტკივნეულოდ ერთის მხრივ, თავისუფლად შეიძლება უფრო კონკრეტულად რო თქვა 12 სამინისტრომდე დავიდეს, ეს ძალიან სწრაფად შეიძლება განხორციელდეს, ასევე მნიშვნელოვანია დეპოლიტიზაციის მომენტი, რომ საჯარო სამსახურები ეს არ იყოს პოლიტიკური იარაღი და რაღაც გარკვეული ინსტიტუციური მემკვიდრეობა რჩებოდეს, როდესაც ხელისუფლებები იცვლება. ამისთვის მაგალითად ერთ-ერთი უნიშნელოვანესია
მიღებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა, რომელიც საერთოდ გასაუქმებელია ჩემს აზრით და არის საჭირო საშინაო საქმეთა სამინისტრო, სადაც შევა კიდევ სხვა ფუნქციები, თქვა იგივე იუსტიციის სახლის და ასეთ საჯარო სერვისების სამსახური და თქვა პოლიცია და რომელიც ასევე შესაძლებელი არის პოლიციის მომსახურების ასე თქვა მიდგომა პოლიციისთვის, პოლიცია უნდა იყოს სერვისის მომწოდებელი და წესრიგის უზრუნველყოფი, სასამართლობრივი წესრიგის და არა ის ფუნქცია, რომელიც ახლა აქვს, ასე თქვა და მინისტრი როდესაც არის მთავარი პოლიციელი. მინისტრი არ უნდა იყოს მთავარი პოლიციელი, პოლიცია უნდა იყოს აი ამ სამინისტროსი ერთ-ერთი რგოლი მხოლოდ. ანუ აი ესეთი ტიპის რაღაც სერიოზული სტრუქტურული და ინსტიტუციური გარდაქმნებით, სერიოზული შემცირებებით, შემდგომში უნდა მივიდეთ უკვე სწორედ საჯარო მოსამსახური და კვალიფიკაციაზე. ეს არის აუცილებელი პირობა. დიდი მადლობა. ბატონო ამირან. კი, ბატონო. 2:59 წამი გაქვთ და ასრულებთ გადაცემას. თავისუფალი დემოკრატები პირდებით ჩვენს ამორჩეველს, რომ ჩვენ უზრუნველყოფთ იმას არჩევნებში წარმატების შემდეგ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეც და ცენტრალურ დონეზე საჯარო მოხელეები ზრუნავდნენ საკუთარ მოქალაქეებზე. ადამიანები გრძნობდნენ იმას, რომ ანუ სახელმწიფო მოხელეები არ არიან ჩაკეტილები კაბინეტში და არ არიან ჩაკეტილები თავის საკუთარ სივრცეში. სისტემის გამჭვირვალობა ეს არის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი ამ პროცესის. ასევე თავისუფალი დემოკრატები პირდებით, რომ აღარ იარსებებს არავთუ nepotizmi და პოლიტიკური nepotizmi არ იარსებს არანაირი პოლიტიკური გავლენა საჯარო სამსახურებში და ადამიანები იქნებიან თავისუფალი ამ წნეხისაგან. გარდა ამისა, ნაკლები დასაქმებული საჯარო სამსახურში, მეტი დასაქმებული კერძო სექტორში, მცირე ბიუროკრატია, საპენსიო რეფორმის უზრუნველსაყოფა, პრემია რეალურად დამსახურების მიხედვით, ღირსეული ანაზღაურება, დეცენტრალიზაცია, ეს არის ძირითადი დანაპირები, რასაც თავისუფალი დემოკრატები პირდებით ამორჩეველი საჯარო მმართველობის გაუმჯობესებისათვის და დარწმუნებული ვარ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ აი ამ რეფორმების განხორციელების რეალური შესაძლებლობა გვექნება. დიდი მადლობა. იცით ალბათ, რომ მაყურებელი გადაცემის განმავლობაში რეკავდა და ირჩევდა თუ რომელი პარტია უკეთ შეძლებს საჯარო მმართველობის რეფორმირებას. შემოვიდა 10,000-ზე მეტი ზარი და პარტიების შორის პროცენტები ასე გადანაწილდა. ეროვნული ფორუმი 8%, თოფაძე მრეწველები 24%, პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის 36%, უსუფაშვილი რესპუბლიკელები 25%, ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატები 7%, სხვა პარტია 0%. დიდი მადლობა სტუმრებს გადაცემაში მონაწილეობისთვის. 59 წამი არჩევნები 2016 პირდაპირ ეთერში დაბრუნდება სამშაბათს დღის 12 საათზე. მანამდე კი ტრადიციულად შევხვდებით კვირას საღამოს 9 საათზე კვირის 59 წამით. ჩვენ ვამკვიდრებთ კამათის კულტურას, ვსაუბრობთ პრობლემებზე, მაგრამ ერთმანეთს არ ვაწყვეტინებთ. ნახვამდის.